იმ დროს, როცა ირანის ომის ზავით ხელძაბზე კიდია და როგორც აშშ-შ ისე ირანი საკუთარ თავს გამარჯვებულად აცხადებენ, არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც ნამდვილად ყველაზე უკეთ გამოვიდა ამ სიტუაციიდან. ეს არც ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ჩართული არიან ოპერაცია ეპიკური რისხვაში და არც ისრაელია. ნამდვილი გამარჯვებული თავის ომშია ჩართული, მაგრამ მან ბრწყინვალედ გამოიყენა ის, რაც ირანში ხდება, რათა საკუთარი თავი გააძლიეროს. გამარჯვებულია უკრაინა. და ჩვენ გეტყვით ყველა მიზეზს, რატომაც ასეა. უკრაინამ საოცარი გეოპოლიტიკური ოსტატობა გამოავლინა ოპერაცია ეპიკური რისხვის განმავლობაში. ის იყო პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა აშშ-ს, როცა ნათელი გახდა, რომ ოპერაცია რამდენიმე დღეზე მეც გასტანდა. გოლფის რეგიონის დაცვაში მთავარ მოთამაშედ გადაქცევით, უკრაინამ ოსტატურად დაიკავა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის პოზიცია იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც რუსეთი და თვით აშშ-ს კი ადრე ებრანჭებოდნენ. ეს უკრაინას ირანში დიდ გამარჯვებულად აქცევს და ის, რასაც ახლა ხედავთ, დიდწილად უკავშირდება თავად უკრაინის საბრძოლო ველს და იმ რუსულ სისუსტეს, რომელიც მუდმივად ჩანს უკრაინაში. მოდით, ბოლო რამდენიმე თვე ავიღოთ მაგალითად. მარტსა და აპრილში რუსეთმა უკრაინის ომის განმავლობაში 2024 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე 2 თვე გადაიტანა. ომის შესწავლის ინსტიტუტის მიხედვით, რუსეთმა მარტში პრაქტიკულად არანაირი რეალური ტერიტორიული წინსვლა არ მოახდინა. აპრილი კიდევ უფრო მძიმე იყო. ომის შესწავლის ინსტიტუტის თქმით, რუსეთმა განიცადა თავისი პირველი წმინდა ტერიტორიული დანაკარგი 2024 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც უკრაინამ გაბედული კონტრშეტევა დაიწყო რუსეთის კურსკის რეგიონში. ამან საბოლოოდ აიძულა ვლადიმირ პუტინი, რომ გადაერჩინა 73,000-ზე მეტი თავისი ჯარისკაცი, მათ შორის 4,000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო, რათა ეს წინააღმდეგობა დაეძლია. ამ ყველაფერს დაუმატეთ უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთში, რის შედეგადაც უკრაინამ დააბრუნა დაახლოებით 10%-იანი ტერიტორიებისა, რომლებიც რუსეთს ჰქონდა დაკავებული 2025 წელს და რუსული დანაკარგების მაჩვენებელი, რომელიც საშუალოდ თვეში დაახლოებით 25,000 ჯარისკაცს შეადგენს. და ხედავთ, რომ უკრაინას ბევრად მეტი იმპულსი აქვს, ვიდრე რუსეთს სურს, რომ დაიჯეროთ. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს უკრაინის ირანში გამარჯვებასთან? პასუხი მარტივია. ნიშნულოვანი ქვეყნები სპარსეთის ყურეში ყურადღებას აქცევენ იმას, რასაც უკრაინა აკეთებს და აცნობიერებენ, რომ უკრაინა ბევრი იმ პრობლემის გამოსავალია, რომელსაც ახლა აწყდებიან. ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, ძირითადად უკავშირდება სულ უფრო დახვეწილი და მრავალფენიანი დრონებზე დაფუძნებული სტრატეგიის განვითარებას, რაზეც რუსეთს პასუხი არ აქვს. უკრაინა გადავიდა შეტევაზე საშუალო და გრძელ მანძილზე დარტყმებით, რომლებიც ანადგურებს რუსულ შეიარაღებას და ანგრევს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას თავად რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის ნავთობი განსაკუთრებული სამიზნეა, როგორც ნახეთ უკრაინის მიერ რუსეთის ბალტიის ზღვის საექსპორტო ჰაბებზე თავდასხმით, რამაც რუსეთის ნავთობის საერთო ექსპორტის დაახლოებით 40% გამოაყენა მწყობრიდან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება თავდაცვითი მიმართულებით მოხდა, რადგან უკრაინამ წლები დახარჯა დრონების შექმნაზე, რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ გრძელ მანძილზე მოქმედ იარაღს, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე უშვებს. ამ იარაღებს შორის მთავარი რუსული შაჰიდის ტიპის დრონებია და სწორედ აქ ჩნდება ირანთან კავშირი. რუსეთს შაჰიდის ტიპის დრონების ტექნოლოგია მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ირანმა მიაწოდა. ირანის რეჟიმი 2022 წლიდან პირდაპირ აწვდის შაჰიდის დრონებს რუსეთს. ასევე ირანმა რუსეთს მისცა ლიცენზია, რომ თავად აწარმოოს შაჰიდის საკუთარი ვარიანტები. ეს არის იარაღი, რომლის წინააღმდეგაც უკრაინას უწევს ბრძოლა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის საბოლოო გამარჯვების კონტექსტში, ირანის ომში, შაჰიდები ასევე ის დრონებია, რომლებსაც ირანი იყენებს უპროვოციო თავდასხმებისთვის სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. სპარსეთის ყურის ქვეყნებს სჭირდებათ ვინმე, ვინც დაეხმარება მათ თავდაცვის გაძლიერებაში. ეს ვინმე უკრაინაა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინამ თავისი საჰაერო თავდაცვის არსენალში ჩამჭერი დრონების დანერგვით მსოფლიოში წამყვან ავტორიტეტად იქცა შაჰიდებთან გამკლავების საკითხში. მარტში უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ირანში წარმოებული დრონების დაახლოებით 90%-ის ჩამოგდება შეძლო, რაც დიდწილად შესაძლებელი გახდა დაბალფასიანი ჩამჭერი დრონების განვითარებით. ეს დრონები უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ ძვირადღირებული ჩამჭერი რაკეტების ნაცვლად იაფფასიან შაჰიდებთან გამკლავება სწორედ ამ დრონებით შეძლოს. ეს არის შესაძლებლობა, რომლის განვითარებაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს სურთ და ყველა მიცის, რომ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებით გამყარებული მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღების ერთადერთი გზა სწორედ უკრაინას მიმართვა. აქ კი საქმე რუსეთისთვის სერიოზულად ხდება. უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშედ ჩამოყალიბება სპარსეთის ყურის თავდაცვაში მთლიანად ანგრევს იმ წარმოდგენებს, რაც გეოპოლიტიკაზე ირანის ომამდე გქონდა. დარჩით ჩვენთან, რომ გაიგოთ რატო. ჯერ კი უნდა განვიხილოთ შეთანხმებები. უკრაინის წარმატებამ რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონების წინააღმდეგ მას მთელ ახლო აღმოსავლეთში უამრავი დაინტერესებული ქვეყანა მოუპოვა, რომლებიც ყველა ცდილობს უკრაინის ტექნოლოგია გამოიყენოს ირანის მიერ იმავე ტიპის დრონებისგან თავის დასაცავად. ეს უკრაინის პირველი გამარჯვებაა და მან ამ გამარჯვებას ბრწყინვალედ გამოიყენება. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში ტურნეზე გაემგზავრა. ატლანტიკურმა საბჭომ ეს ტურნე ომის დროინდელი დიპლომატიის მასტერკლასად შეაფასა და ეს შეფასება სრულიად სწორი. ამეთმა ტურნემ აჩვენა, რომ უკრაინას მზარდი გეოპოლიტიკური გავლენა აქვს.
ის ფაქტი, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ზელენსკის ყურადღებას უთმობდნენ, აჩვენებს, რომ უკრაინის სამხედრო ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე ისეთ ქვეყნებსაც კი, რომლებიც ათასობით მილის დაშორებით არიან, ყურადღების მიქცევა უწევთ. მაგრამ ეს ტურნე მხოლოდ იმაზე არ იყო, რომ ზელენსკის სპარსეთის ყურის ყველაზე ძლიერ ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა. ზელენსკი უკრაინის პროდუქციას თავაზობდა და რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ირანის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, სიხარულით იყვნენ მზად შესაძენად. უკრაინის პრეზიდენტმა სპარსეთის ყურე 3 ახალი თავდაცვის შეთანხმებით დატოვა, რომლის მიხედვითაც უკრაინა უპილოტო აპარატებსა და საჰაერო თავდაცვის გამოცდილებას რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანას მიაწვდის. ამ შეთანხმებებიდან თითოეული 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ისინი ყატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმდა. უკრაინა არ დააყონა და უკვე დაიწყო ამ შეთანხმებების შესრულება. მარტის შუათვის უკრაინამ 200-ზე მეტი თავისი სამხედრო ექსპერტი გაგზავნა სპარსეთის ყურეში, რათა დაეხმაროს ახალ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის ახალი ქსელების შექმნაში. ერთი თვის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ექსპერტები მხოლოდ რჩევებს არ აძლევდნენ ახალ მოკავშირეებს. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ სპარსეთის ყურის კონფლიქტში და იყენებდნენ ჩამჭრელ დრონებს ირანის მიერ მეზობლებზე გაშვებული შაჰიდების გასანადგურებლად. ეს დრონების დიპლომატიის მომაკვდინებელი ფორმაა და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც უკრაინა ირანის ომში მთავარ გამარჯვებულად იქცა. ეს ყველაფერი უკრაინისთვის ორ რამეს ნიშნავს. პირველ რიგში ეს მიუთითებს სეისმურ ცვლილებაზე იმაში თუ როგორ აღიქმება უკრაინა მსოფლიო არენაზე. მისი ტერიტორიის შეჭრის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი უკრაინას აღექონდა როგორც მამაც ქვეყანას, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გადარჩენის შანსისთვის დასავლეთის მაქსიმალური დახმარება სჭირდებოდა. უკრაინა იყო მიმღები, არა მომწოდებელი არ არის. არასწორია იმის თქვა, რომ უკრაინა აღარ არის მიმღები, რადგან ის კვლავ სიხარულით მიიღებს ნებისმიერ დახმარებას, რაც კი შეიძლება მიიღოს. მაგრამ ქვეყანა თავდაცვის სფეროში განვითარდა. ახლა ის ბევრი ქვეყანასთან, რომლებიც მას ეხმარებიან, ლეგიტიმური პარტნიორია. ხოლო სპარსეთის ყურის შემთხვევაში უკრაინა მომწოდებლად გადაიქცა. უკრაინა ვითარდება მნიშვნელოვან იარაღის ექსპორტიორად და ეს ყველაფერი ქვეყნის უნარს უკავშირდება, აწარმოოს დაბალფასიანი დრონები, რომლებიც ისეთივე ეფექტურია, თუ არა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ძვირადღირებული ალტერნატივები, რასაც სხვა ქვეყნების თავაზობენ. მეორეც და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს სპარსეთის ყურის შეთანხმებები ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე ახალი ურთიერთობის დამყარებას უკრაინისთვის. ეს არის აღიარება იმისა, რომ უკრაინა გახდა შეუცვლელი რეგიონში, სადაც სულ რამდენიმე თვის წინაც კი არანაირი ყოფნა არ ჰქონდა. ირანის ომამდე საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინას თავდაცვის პარტნიორად არ განიხილავდნენ. რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს? ორივე ქვეყანას აქვს უამრავი სამხედრო ტექნიკა და არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმის დასაჯერებლად, რომ ისინი შეეჯახებოდნენ ისეთ საფრთხეს, რომელიც უკრაინასთან პარტნიორობას აუცილებელს გახდიდა. ოპერაცია ეპიკური რისხვა და შაჰიდ ლადენის პასუხი, რომელიც გამოიწვია ირანის რეჟიმმა, რომელიც ყველაფერსა და ყველას ებძვის, ყველაფერს შეცვალა. ის რაც ადრე იყო თანაგზნობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან უკრაინის მდგომარეობის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ გადაიქცა სინერგიად, რადგან ამ ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ მათ უკრაინა სჭირდებათ. ამის შესახებ ამბობს მარია ზოლკინა, რომელიც კონფლიქტების მკვლევარია. ჩვენ 2026 წელს მივახციეთ პრაგმატული ინტერესის დონეს, როდესაც უკრაინა მაჩვენა თავისი დამატებითი ღირებულება და ეს კარგად შეესაბამებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების სურვილს, გაემრავალფეროვნებინათ თავიანთი უსაფრთხოების პარტნიორები, ამბობს ზოლკინა გამოცემა უკრაინის ახალ ხმასთან საუბარში. როგორც ის აღნიშნავს, უკრაინა გახდა ლაბორატორია ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე თანამედროვე სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ. ეს კარგი შენიშვნაა. უკრაინა სპარსეთის ყურის გეოპოლიტიკაში ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშედ მხოლოდ დახმარების სურვილით არ იქცევა. ყველაფერი, რასაც ახლა ახალი თავდაცვითი შეთანხმებების ფარგლებში აწვდის, საბრძოლო პირობებში გამოცდილია და ეფექტურობა დამტკიცებული აქვს. უკრაინის ომი იქცა საცდელ პოლიგონად, რომელიც ბევრად უკეთესია ვიდრე ნებისმიერი იზოლირებული ლაბორატორია. პრაგმატიზმი ყველაფერს მართავს. თუ რამე არ მუშაობს, მას არ აშენებენ და არც პოტენციურ პარტნიორებს თავაზობენ. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე დეტალურად გავაშუქეთ უკრაინის საბრძოლო წარმატებები, ისაა, რომ ეს წარმატებები რეალურ შედეგს აჩვენებს. რასაც უკრაინა სპარსეთის ყურის შეფსტვერნებს თავაზობს, მუშაობს. და სწორედ აქ ვიწყებთ დიდი ცვლილების დანახვას, რომელსაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა. უკრაინის გოლფის რეგიონში მომწოდებლად ქცევა მხოლოდ გარდამტეხი წერტილია. უკრაინა სანაცვლოდ ბევრს იღებს. ის გოლფის რეგიონის გარეთაც ატალიბებს პარტნიორობას და გლობალურ დონეზე აჩვენებს რუსეთის სისუსტეს, რათა გეოპოლიტიკაში სრული გარდატეხა მოახდინოს და რუსეთი უკანა პლანზე გადაიყვანოს. ეს ყველაფერი ის მიზეზებია, რის გამოც უკრაინა ირანის ომის საბოლოო გამარჯვებულია და ეს ყველაფერს ცვლის. სანამ აქ ვართ, სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო შოუს, რომ ვაჩვენოთ როგორ მოქმედებს რეალური ძალა. თუ არხზე ახალი ხათ გამოიწერეთ, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. ეხლა იმ შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინამ გააფორმა სპარსეთის ყურეში, ირიბი ეფექტი აქვს. უკრაინა უბრალოდ გულწრფელი სიკეთით არ აგზავნის დრონებსა და ექსპერტებს. ეს ზელენსკის პოლიტიკური ძალაუფლების თამაშია და უკვე შედეგებს იძლევა. უკრაინის დრონების სანაცვლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნები უკრაინას აძლევენ იმას, რაც მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად. საუდის არაბეთი და ყატარი უკრაინისთვის ნავთობის სასიცოცხლო წყაროებად იქცნენ, მას შემდეგ რაც ზამთარში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაემორჩილებინა. პოლიტიკა უცხება, რომ ნავთობისა და დიზელის მიწოდება უკრაინაში განხორციელდება.
რაც შეეხება ნედლი ნავთობის მიწოდებას, რომელიც უკრაინას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან შეთანხმებით დაფიდნენ, ეს ნავთობი ევროპულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წავა, სადაც ის გადაიქცევა პროდუქტებად, რომელსაც უკრაინის სამხედროები ფრონტზე გამოიყენებენ. ევროპაზე საუბრისას ვხედავთ, რომ უკრაინა დრონების სფეროში პარტნიორობებს მთელ კონტინენტზე ამყარებს. 14 აპრილს უკრაინამ და გერმანიამ გამოაცხადეს ახალი შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც გერმანია უკრაინას ასეულობით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტას მიაწვდის. სანაცვლოდ კი უკრაინა გერმანიას მიაწვდის საბრძოლო ველზე მიღებულ მონაცემებს, რაც გერმანიას დაეხმარება მომავალი შესაძლო ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვისთვის მოემზადოს. ორივე ქვეყანამ ასევე გამოაცხადა ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, რომელიც საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებას ითვალისწინებს, რაც პირდაპირ ეხმიანება უკრაინის სტრატეგიას. გაანადგუროს რუსეთის ზურგი და დაასუსტოს პუტინის ძალები ფრონტზე. იმავე დღეს უკრაინამ და ნორვეგიამ ერთობლივად განაცხადეს თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ, მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებზეც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დეტალურად განიხილეს რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონები. და 16 აპრილს უკრაინამ გამოაცხადა დრონების შესახებ შეთანხმება ნიდერლანდებთან, რომელიც ერთობლივი წარმოების კომპონენტსაც მოიცავს. ზელენსკი კი თურქეთში შეჩერდა ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში, რითაც აჩვენა, რომ ის სრულიად მზადაა იმ ქვეყანასთან დაახლოებისთვის, რომელიც დიდი ხანია გარკვეულწილად რუსეთთან არის დაკავშირებული, სულ მცირე იარაღის მიმართულებით. ამ ტიპის შეთანხმებები მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა უკვე მომწოდებლის როლშია. რაც ეს ყველაფერი აჩვენებს და ეს განსაკუთრებით ეხება 10 წლიანი სპარსეთის ყურის შეთანხმებებს, არის ის, რომ ახლა ბევრი დიდი ქვეყანა დაინტერესებულია უკრაინის გადარჩენით. ეს უკვე აღარ არის უკრაინის რუსეთის აგრესიისგან დაცვის მცდელობა. ყველა ამ ქვეყანას უკრაინა სჭირდება, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ უკრაინის გადარჩენა ერთადერთი გზაა, რომლითაც შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ. უკრაინა ახლა ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პოზიციაშია. ეს ქვეყანა დღეს უფრო მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს თვალში, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავისი ისტორიის განმავლობაში. მაგრამ აქ საქმე მართლაც სერიოზულდება. რუსეთისთვის უკრაინის გამარჯვება ირანის კონფლიქტში ნიშნავს გლობალური გეოპოლიტიკის სრულ ცვლილებას. ეს ცვლილება დაიწყო ირანის ომამდე წლების განმავლობაში, როცა რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ მისი სამხედრო ძალა ქაღალდის ვეფხვია, რომელსაც ვერ შეუძლია ბევრად პატარა ქვეყნის დაპყრობა, რომელიც ყველა მონაცემით უნდა დაემორჩილებინა. მაგრამ ეხლა და თითქმის მხოლოდ ირანის ომის გამო, რუსეთი აღმოაჩენს, რომ გლობალურ გავლენას კარგავს, პარალელურად უკრაინის აღმავლობასთან ერთად. სტატიაში Telegraph-ისთვის გამოცემის აღმასრულებელი რედაქტორი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა საკითხებში კონ კოუგლი ხსნის, როგორ გამოიყურებოდა სიტუაცია სულ რამდენიმე თვის წინ. ირანის კონფლიქტამდე ბევრი სპარსეთის ყურის ქვეყანა ცდილობდა გაემყარებინა ურთიერთობები პეკინთან და მოსკოვთან, რადგან ეჭვი ეპარებოდა თაშეთაშსა და მის დასავლელ მოკავშირეებში, რომ ისინი კრიზისის დროს დაიცავდნენ მათ ინტერესებს, აღნიშნავს კონ კოუგლი. ეს ცხადია ძალიან კარგი იყო რუსეთისთვის. თუ მას შეეძლო აშშ-ში ჩანაცვლება სპარსეთის ზღვის ყურის ქვეყნებისთვის მომწოდებლად, მაშინ პუტინის გეოპოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. შემდეგ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა და მასთან ერთად მოხდა ირანის პასუხი. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ირანმა სამიზნე დაიხჩია თავისი ცეცხლოვანი დრონების ყველას წინააღმდეგ სტრატეგიით, ირანის ომის პირველ თვეში ეს დაუჯდათ 194 მილიარდ დოლარამდე. რუსეთისთვის ირანის პასუხი კატასტროფული აღმოჩნდა. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვლადიმირ პუტინი ირანის რეჟიმთან დაახლოებას ცდილობდა, რაც 2025 წლის ბოლოს სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერით დასრულდა. ირანი რუსეთს შაჰიდის დრონებს აწვდიდა. ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ რუსეთი ირანს დაზვერვით ინფორმაციას აწვდიდა. ამ ყველაფერმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს იარაღის მომწოდებლად მიემართებოდნენ, დააყენა ლოგიკური კითხვით. როგორ ვენდოთ რუსეთს, როცა ის მხარს უჭერს ქვეყანას, რომელიც ჩვენ გვიდერს? რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ შეიძლება იყოს ყველაზე სერიოზული გეოპოლიტიკური შეცდომა, რაც პუტინს ოდესმე დაუშვია და მას ასეთი ბევრი აქვს დაშვებული. ყველაფერი, რაც რუსეთმა ამ მხარდაჭერით მიაღწია, იყო ის, რომ უკრაინის ინტერესებში ითამაშა. ეხლა რუსეთი ყველაზე არადამაჯერებელ მოკავშირედ, ან არ არის მომწოდებლად გამოიყურება, რაც ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს. საბრძოლო ველზე მიღწეული შედეგები ამას აჩვენებს. თუნდაც ბოლო რამდენიმე თვეში უკრაინის შთამბეჭდავი წინსვლა არ გვენახა. ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკვე 1.3 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და 10,000-ობით ერთეული ინტექნიკისა დაკარგა, რომლის გაყიდვასაც აპირებს, პოტენციურ პარტნიორებს მაინც დააფრთხობთ. მაგრამ ეხლა პუტინის სასოწარკვეთილება, რომ ნებისმიერისთან ალიანსი შექმნას, ვინც მას მიიღებს, უკან მოუბრუნდა და უკვე უკრაინის დაუღალავი სიღრმისეული დარტყმებით დაღარული ზურგი კიდევ უფრო დაუზიანა. პუტინმა პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგა და ეს მომავალში შეიძლება კიდევ ერთ გამარჯვებას მოუტანდეს უკრაინას. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ვხედავთ არა მხოლოდ იმით, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები რუსული იარაღს ზურგს აქცევენ და უკრაინის შეთავაზებებს ანიჭებენ უპირატესობას. სინამდვილეში ეს ქვეყნები მხოლოდ სიმპტომია იმ ბევრად უფრო ფართო პრობლემისა, რომელიც რუსეთს აქვს. მოსკოვის ტაიმსის 9 მარტის ანგარიშის მიხედვით, რუსული იარაღის ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში 64%-ით შემცირდა. რუსეთი შეიძლება ცდილობდეს ამის ახსნას იმით, რომ უკრაინის ომისთვის რაც შეიძლება მეტი იარაღი სჭირდება, მაგრამ ესეც კი სისუსტის ნიშანია. რუსეთმა თავისი გეოპოლიტიკური გავლენა იმაზე ააგო, რომ შეეძლო პარტნიორებისთვის მიეწოდებინა იარაღი, რომელსაც ისინი საკუთარი თავის დასაცავად გამოიყენებდნენ.
თუნდაც გაყიდვების შემცირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით იყოს გამოწვეული, ეს მხოლოდ ამტკიცებს, რომ რუსული იარაღი არაეფექტურია იმ დასავლური და ადგილობრივი ტექნიკის ერთობლიობის წინააღმდეგ, რომელსაც უკრაინა იყენებს. და რომ პუტინისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იყოს, უკრაინის როგორც იარაღის მომწოდებლის აღზევებას თან ახლავს ისიც, რომ ევროკავშირის წევრები ამ 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ მეტი იარაღს ყიდიან ვიდრე რუსეთი. ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ ერთი გეოპოლიტიკური ძალის აღზევებას, მაშინ როცა მეორე იშლება. შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ასეა, მაგრამ უფრო ახლო მომავალში ირანის სიტუაციიდან უკრაინა კიდევ ერთ გამარჯვებას იღებს. შეთანხმებები, რომელსაც უკრაინა როგორც სპარსეთის ყურეში, ისე ევროპაში დებს, პუტინს ბერკეტებს ართმევს. რუსეთს აღარ შეუძლია უკრაინის ენერგეტიკული მდგომარეობა ბერკეტად გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები ამ მიმართულებით უკრაინას ეხმარებიან. უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება ასევე ნიშნავს, რომ პუტინი ცდილობს რუსეთის ენერგოპროდუქციის გამოყენებით მოკავშირეები იყიდოს, მაგრამ ამასაც სირთულეები აქვს. ეს თავდასხმებიც ხელს უწყობს რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს, რომელიც ახლა მთლიანად ომზეა ორიენტირებული, ომზე, რომელსაც რუსეთი ვერ იგებს. ყველა ეს მარცხი, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური, პუტინისთვის პრობლემას წარმოადგენს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. პუტინი კვლავაც გააგრძელებს თავისი ძველი და გაცვეთილი ნარატივის გამეორებას. უკრაინა დამარცხების ზღვარზეა და უნდა დანებდეს ეს სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. მაგრამ ეხლა უკრაინას უამრავი პასუხი აქვს. თუ უკრაინა სუსტია, რატო ეკრდნობა სპარსეთის ყურე უკრაინას თავის დაცვაში? რატომ აკეთებს იგივეს ევროპა? რატომ იწვის რუსეთის ნავთობი? რატომ კარგავს რუსეთი პოზიციებს ბრძოლის ველზე? და რატო უნდა დაიჯეროს ვინმე პუტინის მონათხრობი, როცა აშკარაა, რომ უფრო მეტ ქვეყანას ვიდრე ოდესმე აქვს ინტერესი, რომ უკრაინა გამარჯვებული გამოვიდეს. როდესაც მისი პროპაგანდისტები მოლაპარაკების მაგიდასთან ოფლიანდებიან, მიხვდებიან, რომ ეს კითხვები არც ერთ მათგანს არ შეუძლია უპასუხოს. ომმა ირანში ყველაფერი გამოავლინა. რუსეთი როგორც გეოპოლიტიკური ძალა უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან ამტკიცებს, რომ ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას მოკავშირე, რომელშიც უგუნურად ჩადო ინვესტიცია, რადგან ეგონა, რომ ის ახლო აღმოსავლეთის მთავარი მოთამაშე იყო. ომმა ასევე გამოავლინა უკრაინის გეოპოლიტიკური სიბრძნე. უკრაინის ყოველი ნაბიჯი, ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ მიზნად ისახავდა. უკრაინა გაეხადა მნიშვნელოვანი პარტნიორი, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის და მის ფარგლებს გარეთ. უკრაინამ ფაქტობრივად დადო უნოს უკუსლის ბარათი. რუსეთს აღარაფერი დარჩა სათამაშო კოლოდაში, რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ყურება შეუძლია, როგორ ხდება უკრაინა მოულოდნელი გამარჯვებული ომში, რომელიც მის ტერიტორიიდან ათასობით მილის მოშორებით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი რუსეთისთვის კიდევ უფრო გაუარესდება, თუ უკრაინა შეძლებს დაეღწნოს იმას, რასაც აქამდე მიაღწია და გააკეთოს ის, რაც აშშ-მაც კი ვერ შეძლო. ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა. ჰორმუზის სრუტე პრობლემაა არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის, არამედ განსაკუთრებით უკრაინისთვის. რუსეთი ცდილობს ისარგებლოს ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული მოულოდნელი შემოსავლით, ხოლო უკრაინა აპირებს ამაზე რეაგირებას. და საქმე პუტინისთვის კიდევ უფრო მძიმდება, რადგან უკრაინა ამ საქმეში დიდ ბრიტანეთსაც ერთვებს. აშშ-საც კი არ ჯერა, რას აკეთებენ დიდი ბრიტანეთი და უკრაინა, რადგან ის, რაც უკრაინის გამბლოკვისთვის იყო განკუთვნილი, ახლა ჰორმუზის სრუტის გამბლოკვას ემსახურება. ნაღმსაწინააღმდეგო გემები მზადდება. სინამდვილეში 4 ასეთი გემია და უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ისინი გამოიყენოს, როცა საჭირო გახდება. ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის ნორმალურობის დაბრუნებისთვის, დღის რომელიც ირანში მიმდინარე კონფლიქტმა შეარყია. ახალი ამბავი გავრცელდა მანამდე, სანამ უკრაინელი საზღვაო ოფიცრები 22 აპრილს მრავალ ეროვნულ სამხედრო სამიტს დაესწრებოდნენ, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. უკრაინამ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ყველა შესაძლო გზით. Times-თან საუბრისას ანონიმურმა უკრაინელმა წყარომ ყველაფერი დეტალურად განმარტა. წყარომ თქვა: ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ყველაფერი. არის 4 ნაღმსაწინააღმდეგო გემი ყველა პორტსმუთში. ისინი ვერ წავა უკრაინაში, რადგან პირველ რიგში ისინი იქნებიან პირველი სამიზნე და მეორეც მონტრეს კონვენციის გამო, განუცხადა წყარომ გამოცემას. ეს ცოტათი მიგანიშნებთ, რა კავშირი აქვს დიდ ბრიტანეთს ამ ყველაფერთან. რაც შეეხება მონტრეს კონვენციას, ის თურქეთს აძლევს უფლებას შეზღუდოს ან აკრძალოს ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემების შესვლა შავ ზღვაში. თურქეთი აკონტროლებს 2 სრუტეს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან ზღვაში შედის, რომელიც უკრაინის ომში საზღვაო ბრძოლის ველად იქცა. უკრაინა ვერ აგზავნის თავის ნაღმსაწინააღმდეგო გემებს შავ ზღვაში, ამიტომ მზად არის ისინი ჰორმუზის სრუტეში გაგზავნოს. აქ საქმე სერიოზულ ფაზაში შედის. გემები, რომლებსაც უკრაინა აპირებს სპარსეთის ყურეში გაგზავნას, სპეციალურად აშენებულია იმ ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ირანი ცდილობს შექმნას ამ სრუტეში. და მათგან სულ მცირე ერთს აქვს გამოცდილება ზუსტად იმ პირობებში მუშაობის, რომლებშიც მოუწევს ოპერირება, თუ უკრაინის სპარსეთის ყურის მისიის ფარგლებში იქ გაგზავნიან. ამჟამად უკრაინას ყავს 4 ნაღმსაწინააღმდეგო გემი, რომლებსაც შავ ზღვაში გაგზავნა არ შეუძლია. მათგან 2 არის სამეფო საზღვაო ძალების სანდაუნდაუნის კლასის ნაღმსაწინააღმდეგო გემი, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 2023 წელს გადასცა, რათა გაეძლიერებინა უკრაინის შესაძლებლობები ზღვაში ოპერირებისათვის.
ჰემეს შორემი და ჰემეს გრიმსბი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ უკრაინის სანაპირო თავდაცვაში, მას შემდეგ რაც მისი ომი რუსეთთან დასრულდება. მაგრამ ამჟამად ისინი პორტში დგანან და თითქმის არაფერს აკეთებენ. უკრაინა ამბობს, რომ მზად არის ეს შეცვალოს, რადგან აგრძელებთ ძალისხმევას ჰორმუზის გამბლოკვისთვის და ცდილობს გადაიქცეს მთავარ მოთამაშედ ყურეში. უკრაინისთვის მზად არის კიდევ ორი გემი, უნს მელიტოპოლი და უნს მარიუპოლი, რომლებიც უკრაინას ნიდერლანდებისა და ბელგიის საზღვაო ძალებმა გადასცეს. ისევე როგორც ორი ყოფილი სამეფო საზღვაო ძალების გემი, ეს ორი ხომალდიც პორტში ელოდება ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ჰორმუზის სრუტეში რაიმე მოქმედებაში მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით, მზ შორემი იქნება ჰორმუზის სრუტის პრობლემის გადასაჭრელად, ძალიან მისასალმებელი დამატება. ის უკვე ყოფილა ახლო აღმოსავლეთში. 2018 წელს ეს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი გაემგზავრა 3 წლიანი მისიის შესასრულებლად ახლო აღმოსავლეთში, სადაც მისი ამოცანა იყო სავაჭრო გემებისთვის საზღვაო მარშრუტების დაცვა. შორემი უმკლავდებოდა ნაღმებს, რომლებიც განთავსებული იყო ღრმა წყლებში, რადგან მას აქვს სპეციალური სონარი, რომელიც შეიძლება გამოეყოს კორპუსს და ჩაუშვას ზღვის სიღრმეში. გრიმსბი ეკუთვნის იმავე კლასის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდებს, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასაც აქვს ეს შესაძლებლობა. და სწორედ აქ ხედავთ, როგორ იწყებს გაერთიანებული სამეფოს როლი ამ ყველაფერში გამოჩენას. რა თქმა უნდა, ერთი აშკარა, ორი ხომალდი, რომელსაც უკრაინა გეგმავს გაგზავნოს გაგოს ყურეში, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებიდან მოდის. მაგრამ საქმე ბევრად უფრო ღრმაა. ორივე ეს ხომალდი, ისევე როგორც უკრაინის სხვა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს პორტებშია გაჩერებული. UNN-ს მელიტოპოლისა და მარიუპოლის შემთხვევაში ეს ხომალდები აქტიურად იმართება უკრაინელი მეზღვაურების მიერ და ისინი სამეფო საზღვაო ძალებთან ერთად გადიან წორწნებს, სანამ ჰორმუზის სრუტეში გაგზავნას დაელოდებიან. აქ კოორდინაცია მიმდინარეობს. გაერთიანებულმა სამეფომ ხომალდები უბრალოდ არ გადასცა უკრაინას. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას მათი გამოყენება შეეძლება. ასე რომ, როდესაც უკრაინა მზად იქნება 4 ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში გაგზავნოს, ეს ცარიელი დაპირება არ იქნება. მან იცის, რომ ეს ხომალდები და მათი ეკიპაჟები მზად არიან. გაერთიანებულმა სამეფომ ეს უზრუნველყო. გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას რომ დავამატოთ, უკრაინის 4 ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდის გაგზავნა დიდი ალბათობით გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი იქნება ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის. ზუსტად ამას ეხებოდა 22 აპრილის შეხვედრა. 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ, რა სამხედრო რესურსების გამოყოფა შეუძლიათ სპარსეთის ყურისთვის, რათა ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნას. რომელი მისიაც არ უნდა დაიგეგმოს, ის იქნება მხოლოდ მშვიდობიანი და თავდაცვითი, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კივ სტარმერმა. 30 ქვეყნიდან უკრაინა იყო პირველი, რომელმაც თავისი განზრახვა შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა. უკრაინა სურს იყოს მთავარი მოთამაშე სპარსეთის ყურის კრიზისის მოგვარებაში. მაგრამ პუტინისთვის და რუსეთისთვის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ უკრაინა გრძელვადიან თამაშს თამაშობს. ჰორმუზის სრუტის გაწმენდა აზიანებს რუსეთის საომარ ძალისხმევას. დარჩით ჩვენთან, რომ გაიგოთ რატო. პირველ რიგში აქ ერთი შენიშვნაა. უკრაინული გემები ასევე გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ერთობლივი მისია ირანისკენ მხოლოდ მაშინ გაემართებიან, როცა ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდება. არც გაერთიანებულ სამეფოს და არც საფრანგეთს არ სურს გემების გაგზავნა ჰორმუზის სრუტეში, სანამ ირანის ომის გაგრძელების ალბათობა არსებობს. რისკი ძალიან დიდია გემების ეკიპაჟებისთვის, რადგან ისინი აღმოჩნდებიან ომის ზონაში, რომელიც აშეთეშოს ისრაელს და ირანს შორის კონფლიქტიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, ჩანს, რომ ყველა ჩართული ქვეყანა ცდილობს ფრთხილად მოიქცეს, რათა მათი ქმედებები სხვებმა არ აღიქვან ისე, თითქოს ისინი პირდაპირ უჭერენ მხარს აშშ-ის ომში. ამიტომ ნაღმსაწინააღმდეგო გემები არ გადიან ზღვაში, სანამ ირანში კონფლიქტი არ დასრულდება. რაც შეეხება იმას, როდის იქნება ეს, უბრალოდ ვთქვათ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. საწყისი ზავი აშშ-სა და ირანს შორის უნდა ამოწურულიყო დაახლოებით იმავე დროს, როცა უკრაინა შეხვდა 30-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან ჰორმუზის სრუტე ღია დატოვონ. როგორც ჩანს, ეს ახლა შეიცვალა. აპრილის 21-ში როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ გამოაცხადა ზავის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება, რათა აშშ-სა და ირანს მეტი დრო ჰქონდეთ პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად, რაც შეიძლება ოპერაცია ეპიკური რისხვის დასრულებას გამოიწვევს. პრობლემა ახლა ისაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რეალურად არ მიმდინარეობს. სადმე 25 აპრილს PBS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი როგორც ჩანს ჩავარდა. ირანის უმაღლესი დიპლომატი უკვე დატოვა პაკისტანი, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს დელეგატებს უთრა არ გაემგზავრონ ისლამაბადში. ტრამპმა განაცხადა, რომ დელეგატების სხვა ქვეყნებში გაგზავნა დროის გარკვეა, როცა ირანს მხოლოდ დარეკვა სჭირდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები განსაკუთრებით კარგად არ მიმდინარეობს. გაუზიარა ირანის პოზიცია ირანის წინააღმდეგ ომის სამუდამოდ დასასრულებლად საჭირო ქმედითი ჩარჩოს შესახებ. ჯერ კიდევ არ ჩანს, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა აშშ-შუდო დიპლომატიას, განაცხადა არაღჩიმ სოციალურ ქსელში. ამ ეტაპზე უფრო სავარაუდოა, რომ ბომბების ჩამოგდება ისევ დაიწყება, ვიდრე ის, რომ აშშ-შუ და ირანი რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ. ამ ეტაპზე უკრაინის ნამსაწინააღმდეგო გემებს მოუწევთ მოწდა, ისევე როგორც ჰორმუზის სრუტეში ერთობლივ მისიას.
თუმცა როგორც უკვე ბევრჯერ ვნახეთ, ირანის კონფლიქტი წამებში შეიძლება შეიცვალოს, ასე რომ ჩვენ არასდროს ვიცით ზუსტად რა ხდება კულისებში. და თუ ეს ცვლილება მოხდება და უკრაინის გემები სპარსეთის ყურეში გაემართებიან, მათ ბევრი პრობლემა ექნებათ მოსაგვარებელი და ამ პროცესში პუტინისთვის სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ. ეს ყველაფერს ცლის და უკრაინის ნაღმსაწინააღმდეგო გემებს ქვეყნის ომში რუსეთის წინააღმდეგ ფასდაუდებელს ხდის. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ ახსე არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ღილაკს. დავიწყებთ ირანის ნაღმებით. თუნდაც აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ იქნას რაიმე შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს ჰორმუზის სრუტეში ბლოკადების მოხსნას გამოიწვევს, იმ ნაღმები, რომლებიც ირანს უკვე ჩაუგდია წყალში, პრობლემად დარჩება. რამდენი სავაჭრო გემი იქნება მზად გაცუროს, თუ არ იციან გაწმენდილია თუ არა ეს ნაღმები. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ თავად ირანს, როგორც ჩანს, საკმაოდ მოხერხებულად დაავიწყდა, სად ჩაუგდია ნაღმები. ამის შესახებ წევს New York Times-ი 10 აპრილის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ირანის დავიწყება იყო ის მიზეზი, რომელიც ქვეყნის რეჟიმმა დაასახელა, როცა უარი თქვა შეერთებული შტატების მოთხოვნის შესრულებაზე ჰორმუზის სრუტის ნაღმების გაწმენდასთან დაკავშირებით, რათა ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შესულიყო. რამდენად მართალია ირანის ეს განცხადებები, სადაო საკითხია. მაგრამ რაც როგორც ჩანს სადაო არ არის, ისაა რომ ირანი კვლავ უბრუნდება ნაღმების დაგების სტრატეგიას, რადგან მშვიდობის მოლაპარაკებები იშლება. 23 აპრილის ანგარიში Axios-მა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, ანუ IRGC-მ, კვლავ დაიწყო ნაღმების დაგება, რაც ესკალაციის ისეთი ფორმაა, რომელიც მხოლოდ გააბრაზებს აშშ-ს. მართლა IRGC-ის ქმედებებმა, როგორც ჩანს, უკვე გამოიწვია რეაგირება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. NBC უწყება, რომ ტრამპმა უბრძანა აშშ-ს სამხედროებს ესროლონ და მოკლან ნებისმიერი ირანული ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ან მიმდებარე წყლებში ნაღმების დაგებაში იქნება შემჩნეული. როგორც ჩანს, უკრაინის ნაღმსაწინააღმდეგო გემებს ბევრი საქმე ექნებათ, როცა ისინი სპარსეთის ყურეში ჩავლენ. როცა ეს გემები ადგილზე ჩავლენ, მათ სავარაუდოდ მოუწევთ გაუმკლავდნენ ორ ტიპის საზღვაო ნავს, რომლის დაგებაც ირანს შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გზა გზადატოა, რომელიც საშუალებას აძლევს იმ სავაჭრო გემებს, რომლებმაც გადასახადი გადაიხადეს, გამოიყენონ იგი. ირანს ასევე ჰყავს საკუთარი გემები, რომლებსაც სურს გააცილოს სრუტიდან, რათა შეძლოს თავისი წარმოებული ნავთობის გარყიდვა კლიენტებისთვის. რაც შეეხება სრუტის დანარჩენ ნაწილს, დიდი ალბათობით იქ განთავსებულია მოჰამ 3 და მოჰამ 7 ტიპის ნაღმები. არც ერთი მათგანი არ გავს იმ საზღვაო ნაღმებს, რომელთა გამოყენებასაც ირანისგან შეიძლება ელოდეთ. იმის ნაცვლად, რომ გემს პირდაპირ შეხება დასჭირდეს აფეთქებამდე, ორივე ნაღმი იყენებს აკუსტიკური და მაგნიტური სენსორების კომბინაციას, იმის დასადგენად, როდის მიუახლოვდება გემი მათ მოქმედების არეალს. თუ ეს სენსორები გააქტიურდება, ნაღმი ავტომატურად ფეთქდება. მოჰამ 3-ის შემთხვევაში ეს ნიშნავს 300 კილოგრამიან, ანუ 661 ფუნტიან საბრძოლო ქობინს, რომელიც შეიძლება ჩაძირული იყოს ტალღების ქვეშ 100 მეტრამდე, ანუ 328 ფუტამდე სიღრმეზე და გემის კორპუსს გააპობს. მოჰამ 7 ცოტა ნაკლებად ძლიერია, 220 კილოგრამი, ანუ 485 ფუნტი. ის ასევე განკუთვნილია უფრო მეჩხერ წყლებში გამოსაყენებლად და აქვს კონუსური ფორმა, რომელიც უნდა გახადოს იგი სონარის მიმართ მდგრადი. ორივე საშიშია. და მიუხედავად იმისა, რომ ირანის საზღვაო ძალებს ზიანი მიადგა, გარდიანი იუწყება, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს თავისი მცირე ნავებისა და ნაღმზიდი ხომალდების 80-დან 90%-მდე, რომლითაც შეუძლია ჰორმუზის სრუტის დანაღმა. ასე რომ ნათელია, რომ უკრაინის მიერ თავისი ნაღმსაწინააღმდეგო გემების ყურეში გაგზავნა კომერციული გადაზიდვებისთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იქნება. ისინი საჭიროა, ისევე როგორც ერთობლივი მისიის დანარჩენი წევრები, რომლის ნაწილიც ისინი იქნებიან. გარდა ამისა, იმ გემებში, რომლებიც უკრაინამ სამეფო საზღვაო ძალებისგან მიიღო, არსებული მოსახსნელი სონარები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჰორმუზის სრუტის ქვეშ არსებულ მოჰამ 3 ტიპის ნაღმებთან გასამკლავებლად. მხოლოდ გემების გაგზავნაც კი უზარმაზარი მნიშვნელობის იქნება უკრაინისთვის და მისი გლობალური რეპუტაციისთვის, როგორც მალე გაიგებთ. მაგრამ ამ მომენტში ერთი კაცია, რომელიც ამ ამბავზე გაწოფებულია. ის კაცია, რომელმაც სპარსეთის ყურეში არსებული სიტუაცია სიხარულით დააკვირდა, რადგან ამან ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და მის ქვეყნის ნავთობზე მოთხოვნა ბევრად გაიზარდა, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. ეს კაცი პუტინია და ის გაბრაზებულია უკრაინის გეგმებზე. ირანში ომი რუსეთს ყველაზე ხელსაყრელ დროს დაემთხვა, რადგან უკრაინასთან 4 წლიანი ომის შემდეგ ქვეყნის სამხედრო რესურსები თითქმის ამოწურულია. Chatham House-მა 10 აპრილს გამოაცხადა, რომ ომი ეკონომიკური საჩუქარი იყო პუტინისთვის, რადგან ჰორმუზის სრუტეში ბლოკადამ გაანულა სანქციების დადებითი ეფექტი. ამან 7 ჯგუფის მიერ დაწესებული რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი ბარელზე $46-მდე შეამცირა. ეს ზღვარი, რომელიც რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე უფრო მკაცრ რეაგირებასთან ერთად დაწესდა, 2026 წლის პირველ 2 თვეში ამოქმედდა. ხოლო თებერვალში რუსეთმა ნავთობის შემოსავლებიდან დაახლოებით $1.5 მილიარდი დაკარგა წინა წელთან შედარებით, ხოლო ნავთობის ექსპორტის მოცულობა დღეში 6.6 მილიონ ბარელამდე შემცირდა.
შემდეგ დაიწყო ოპერაცია Epic Fury. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რის შედეგადაც Financial Times-მა დაადგინა, რომ მარტის დასაწყისში რუსეთი ნავთობის გაყიდვებიდან დამატებით $150 მილიონ იღებდა დღეში. ომის გადასარჩენი, მოულოდნელი შემოსავალი, რომელსაც პუტინი სასოწარკვეთილად ელოდა, უკვე მოვიდა და რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. უკრაინა ამ პროცესს ართულებს. რუსეთის ნავთობის ექსპორტის ჰაბებზე მუდმივმა თავდასხმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ის მოგება, რომელსაც რუსეთი იღებდა. თუმცა ამ შემთხვევაში მათემატიკა საკმაოდ მარტივია. რაც უფრო დიდხანს დარჩება ჰორმუზის სრუტე დახურული, მით უკეთესია რუსეთის ნავთობის გაყიდვებისთვის. ეხლა პუტინს უწევს გაუმკლავდეს იმას, რომ უკრაინა აქტიურ როლს თამაშობს ჰორმუზის სრუტეში. თუნდაც ბლოკადები დღეს დასრულდეს, რუსეთის პრეზიდენტს მაინც ექნება იმედი, რომ ენერგოკრიზისიდან კიდევ ბევრს მიიღებს, ირანის მიერ დაგებული ნაღმების გამო. ირანი ნამდვილად არაპირებს ამ ნაღმების გაწმენდაში დახმარებას. უკრაინის ამ საქმეში ჩართვით ჰორმუზის სრუტე ოდნავ უფრო სწრაფად გახდება უსაფრთხო, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა. ნავთობის ბარელის ფასი დაეცემა. ამის შემდეგ მალე რუსეთი ისევ იქ აღმოჩნდება, სადაც 2026 წლის დასაწყისში იყო. პუტინი ასევე გაწოფებული იქნება იმ სიმბოლური გზავნილის გამო, რომელსაც უკრაინის ეს ნაბიჯი რუსეთს უგზავნის. უკრაინას შავ ზღვაში თავისი ნაღსაწინააღმდეგო გემების გამოყენება არ შეძლებია. თურქეთმა ეს უზრუნველყო. თუმცა თურქეთის სრული აკრძალული აკრძალვა მის მიერ კონტროლირებად სრუტეებში სამხედრო გემების გავლის შესახებ იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთსაც არ შეუძლია თავისი დასუსტებული შავი ზღვის ფლოტის შევსება. ამ ფლოტმა თავისი გემების დაახლოებით მესამედი დაკარგა და იძულებული გახდა, რომ ყირიმის შტაბიდან გასულიყო. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ უკრაინამ მოახერხა მისი განადგურება ტრადიციული გემების გარეშე. რაკეტებმა, დრონებმა და უპილოტო ზედაპირულმა ხომალდებმა რუსეთის ფლოტი შავი ზღვის თითქმის უმნიშვნელო ძალად აქციეს. მაინჰანტერების ირანში გაგზავნით, უკრაინა პუტინს ეუბნება, რომ ეს გემები არ ჭირდება იმ წყლის აუზში, რომელიც უკრაინის ომზე ყველაზე მეტად მოქმედებს. თურქეთის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინა რუსეთის საომარი ძალის დაზიანებას შეძლებს, თუ თავის მაინჰანტერებს ათასობით მილის დაშორებით გაგზავნის და გამოიყენებს შესაძლებლობას, რომლის ქონასაც პუტინი უკრაინისთვის ომის დაწყებისას არ ელოდა. უკრაინას შავ ზღვაში გემებიც კი არ სჭირდება, რომ პუტინის ფლოტი უსარგებლო გახადოს. უკრაინას საზღვაო ძალა აქვს, რომელსაც მთელ მსოფლიოში გამოიყენებს. ეს კარგად მიგვიყვანს იმაზე, რას ნიშნავს ეს ნაბიჯი თავად უკრაინისთვის. უკრაინის მიერ ამ ყველაფრის გაკეთება ევროპის ქვეყნების ჯგუფთან ერთად ვერ დარჩება უყურადღებოდ. ეს არის უკრაინა, რომელიც გადადის დახმარების მიმღებიდან ძალაუფლების მქონე მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია მოკავშირეებთან ერთად იმოქმედოს და რეალური გავლენა მოახდინოს გლობალურ არენაზე. რუსეთმა საბოლოოდ შექმნა სამხედრო მონსტრი, სპეციალური სამხედრო ოპერაციით, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო. და უკრაინა ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ თავის ევროპელ მოკავშირეებთან უფრო ღრმა კავშირები დაამყაროს, ვიდრე ოდესმე. და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად გაურკვეველია, როგორ იმუშავებს ევროპის ქვეყნების მიერ დაგეგმილი მისია აშშ-ის ძალებთან ერთად სპარსეთის ყურეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ნატო ქაღალდის ვებხვად მოიხსენია და ორგანიზაციას სრუტიდან მოშორებით დარჩენა ურჩია, უკრაინის მზადყოფნა გემების გაგზავნისთვის სავარაუდოდ დადებითად შეფასდება აშშ-ში. ტრამპის გზავნილები ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ის ამბობს, რომ აშშ-ს დახმარება არც სჭირდება და არც უნდა. სხვა დროს კი, როგორც აპრილში ვნახეთ, ტრამპი ევროპას საბოლოო ვადებს უსახავს, რომ ჩაერთოს პროცესში. 24 აპრილისთვის ტრამპი ამტკიცებდა, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი ჰქონდა. მაშინ როცა ირანი აცხადებდა, რომ 2 საკონტეინერო გემი ჰქონდა დაკავებული. ცხადია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სპარსეთის ყურის წყლის გზაზე კვლავ ქაოსია. უკრაინის მიერ თავისი ნაღმსაწინააღმდეგო გემების ევროპულ გემებთან ერთად გაგზავნა და შესაძლოა აშშ-ის სამშვიდობო ძალების ჩართვაც ამ ქაოსის შემცირებას გამოიწვევდა. და სწორედ ეს არის მთავარი უკრაინისთვის. თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, რუსეთი დაზარალდება, რადგან ნავთობის ფასები დაიწერს. ეს ყველაფერი იმ გამოფიტვის სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც უკრაინა წლებია პუტინის ძალების წინააღმდეგ ატარებს. უბრალოდ ეხლა ეს ისეთი მასშტაბით ხდება, როგორცაც ვერავინ წარმოიდგენდა. პუტინს ეგონა, რომ უკრაინის ომს რეგიონულ კონფლიქტად შეინარჩუნებდა. უკრაინა ომს გლობალურს ხდის, როდესაც საკუთარ ტერიტორიიდან ათასობით მილის დაშორებით არსებულ პრობლემებს ებრძვის. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს და გააძლიეროს ისეთი ალიანსები, რომლებიც პუტინის გეგმებს ევროპისთვის უსარგებლოს ხდის. და შემდეგ არის უკრაინის ახალი პოზიცია სპარსეთის ყურეში. უკრაინასა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას შორის 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები გაფორმდა. უკრაინის მიერ ნამსაწინააღმდეგო გემების გაგზავნა სპარსეთის ყურის რეგიონში კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ქვეყანასა და მის ახალ პარტნიორებს შორის. ასევე დააზიანებს რუსეთის გავლენას ახლო აღმოსავლეთში. ირანს ეგონა, რომ კარგი სტრატეგია ჰქონდა. როდესაც აშშ-ის ბომბები ცვიოდა და ბლოკადები წესდებოდა, ირანი დრონებსა და რაკეტებს გაუშვებდა საუდის არაბეთში მდებარე მნიშვნელოვან ამერიკულ ბაზაზე, რათა მისი თავდაცვა დაესუსტებინა. პენტაგონმა ამ პრობლემის გადაწყვეტა ახლახან იპოვა. მან ფარულად განათავსა გაუვალი ფარი, რომელიც ირანის დრონებს უძლურს ხდის. და რაც მთავარია, ეს ფარი უკრაინის თვალობითაა. ირანს ამაზე პასუხი არ აქვს, რადგან უკრაინამ ახლახან ამერიკული საჰაერო თავდაცვა უმაღლეს დონეზე აიყვანა.
აპრილის 22-ში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 დამოუკიდებელმა, თუმცა ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ პენტაგონმა საუდის არაბეთში პრინც სულთანის ავიაბაზაზე უკრაინული დიზაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. გადაწყვეტილება ირანის თავდასხმების შემდეგ მიიღეს, რომლებმაც შენობები და თვითმფრინავები გაანადგურეს. ასევე ამერიკულ მხარეს ერთი მსხვერპლი მოჰყვა. ახალი სისტემა ცნობილია როგორც SkyMap და ეს ის ტექნოლოგია, რომელსაც უკრაინა იყენებს საჰაერო თავდაცვის კოორდინაციისთვის, იმავე შაჰიდის ტიპის დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც ახლა ირანი ამერიკულ ბაზებზე თავდასხმისთვის იყენებს. სისტემა წარმოუდგენლად ინოვაციურია. ეს არის მართვისა და კონტროლის პლატფორმა, რომელიც პენტაგონს საშუალებას მისცემს თავისი ბაზის მასშტაბით ანტიდრონული თავდაცვა კოორდინირებულად მართოს. მოგვიანებით დაუბრუნდებით იმას, თუ რას აკეთებს ეს სისტემა, მაგრამ ირანისთვის მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ სტრატეგია, რომელსაც იგი შეუცდომლად მიიჩნევდა, მის წინააღმდეგ შემოტრიალდა. ირანის რეჟიმს ეგონა, რომ ყველაფერი გამოთვლილი ჰქონდა. იაფასიანი დრონების ათეულობით გაგზავნა უამრავ პრობლემას შეუქმნიდა აშშ-ს მის ბაზებზე, რომლებიც მთელ ახლო აღმოსავლეთში აქვს განთავსებული. ეს პრობლემები ორნაირი იყო. რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ზიანიც. შაჰიდი, რომელიც მიზანს ხვდება, ატარებს ასაფეთქებელ საბრძოლო ქობინს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ის რესურსები, რომლებზეც აშშ ოპერაცია ეპიკური რისხვის ჩატარებისას ეყრდნობა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ხარჯიც, რომელიც ირანის დრონების შეტევებისგან თავდაცვას სჭირდება. შაჰიდები იაფია, ამბობს TRT World. ირანს თითოეულის წარმოება დაახლოებით $25,000 უჯდება, ხოლო ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მათი დამზადება კიდევ უფრო იაფადაც შეიძლება. ის ტიპის გამანადგურებელი რაკეტები, რომლებსაც აშშ-ში იყენებს მათ წინააღმდეგ, იაფი არ არის, რადგან თითოეულის ფასი მარტივად შეიძლება $1 მილიონ გადააჭარბოს. თუნდაც ირანმა პირდაპირი დარტყმები არ მიაყენოს შაჰიდებით, მხოლოდ მათი აშშ-ის ბაზებზე გაგზავნით შეუძლია პენტაგონს ომის ბიუჯეტი ამოაცალოს. პრინცი სულთნის საავიაციო ბაზა. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ მუდმივი სამიზნეა. სინამდვილეში ევრომაიდანის პრესა იუწყება, რომ სწორედ ამ კონკრეტულ ბაზაზე განმეორებულმა თავდასხმებმა აიძულა პენტაგონი დაეჩქარებინა უკრაინის ტექნოლოგიის ათვისება. ირანის თავდასხმებმა პრინცი სულთნის ბაზაზე ბევრად მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე აშშ-ს სურდა ენახა. 27 მარტს ირანმა სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა ბაზაზე, რის შედეგადაც დაზიანდა აშშ-ს საჰაერო ძალების I-3 ცენტრი, საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემის თვითმფრინავი, ასევე რამდენიმე სხვა საჰაერო პლატფორმა, მათ შორის საჰაერო საწვავის შევსების ტანკერები. მარტის თავდასხმამ ასევე დააზიანა მინიმუმ 10 ამერიკელი სამხედრო, რომელთაგან 2-ს მძიმე ჭრილობები მიაყენეს. ეს ირანის ჭკვიანური ნაბიჯი იყო. E3 ცენტრი თვითმფრინავებს აშშ-ში იყენებს საბრძოლო ველის მართვისთვის, დაზვერვისა და ინტიპის სამიზნეების მეთაურეობისთვის, რომელთაც აშშ-ში ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს უტევს. თუ ცენტრი თვითმფრინავებს გაანადგურებ, აშშ-ში წაში თვალთვალის შესაძლებლობას დაკარგავს. ირანის 27 მარტის იერიში პრინცი სულთნის ბაზაზე მოხდა უფრო ადრე, 13 მარტს განხორციელებულ თავდასხმას, როდესაც ირანმა აშშ-ში საჰაერო ძალების 5 საწვავის შევსების თვითმფრინავი დააზიანა. ესეც ჭკვიანური ნაბიჯი იყო. აშშ-ში სჭირდება საწვავის შევსების თვითმფრინავები ცაში, რათა მისი გამანადგურებლები და ბომბდამშენები რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ჰაერში და შეძლონ ცეცხლის გახსნა. არ არის დამთხოვა, რომ სწორედ ასეთი ტიპის თვითმფრინავები გახდა სამიზნე ირანის მეორე იერიშის დროს პრინცი სულთნის ბაზაზე. 13 მარტის იერიშმა ირანს ასევე აჩვენა, რომ ბაზას არ ჰქონდა ისეთი საჰაერო თავდაცვის დონე, რომელიც მას სჭირდებოდა ირანის მიერ გაშვებული რაკეტებისა და დრონების ერთობლივი შეტევისგან თავის დასაცავად. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ადრე, ეხლა ასე აღარ არის. აშშ-ს დიდხანს არ დასჭიროებია იმის გასარკვევად, რომ მის საუდის არაბეთის ბაზაზე გარკვეულ ობიექტებს სისუსტეები ჰქონდათ. თუ მანამდე არ იცოდა, მაშინ ნამდვილად გაიგო, როცა ირანის რაკეტები და დრონები დაეცა თვითმფრინავებს, რომელთა აშენებაც $10 მილიონი ღირს. ხვრელების სწრაფად ამოვსება პრიორიტეტად იქცა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ზომები მიიღო. 6 აპრილს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ერთობლივი უწყებათა შორისი სამუშაო ჯგუფი 401 მილიონ $600 მეტი გამოყო პროგრამისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს ამერიკის შესაძლებლობები უპილოტლობები უპილოტო საფრენი აპარატებისგან მომდინარე მრავალგვარი საფრთხის წინააღმდეგ. ამ $600 მილიონიდან $350 მილიონი უკვე გამოყოფილი იყო ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველივე თვეში, სწორედ იმ პერიოდში, როცა ირანის თავდასხმები ანგრევდა პრინცი სულთნის ბაზას. დანარჩენი თანხა მიმართულია ქვეყნის შიგნით დიდ დრონებისგან თავდაცვის გაძლიერებაზე. საჭიროა დავსვათ კითხვა. დახარჯა თუ არა აშშ-ში იმ $350 მილიონიდან, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის ჰქონდა გამოყოფილი. ნაწილი იმისთვის, რომ უკრაინა თავის მხარეს გადმოეყვანა. თუ ასეა, არც აშშ-ში და არც უკრაინა ამას არ ამჟღავნებენ. SkyMap-ის განვითარება ჯერ კიდევ საიდუმლოდ ითვლება, რის გამოც Reuters არ მიუღია ოფიციალური დადასტურება, გარდა იმ 5 ანონიმური წყაროსი, რომლებიც მათი თქმით პენტაგონთან ახლოს არიან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ $350 მილიონი ნაწილი, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა დახარჯა, უკრაინას მოხმარდა. რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ SkyMap-ი დიდად დაეხმარება მათემატიკური პრობლემის გადაჭრაში. გარდა იმისა, რომ აშშ-ს დაეხმარება საუდის არაბეთში არსებულ ბაზაზე ირანული დრონებისგან თავდაცვაში. და ამ შემთხვევაში მათემატიკა ძალიან მარტივია.
მრავალმილიონიანი ან კიდევ უფრო ძვირი ანტისარაკეტო რაკეტების გამოყენება შაჰიდის დრონების გასანადგურებლად, რომელთა ღირებულება დაახლოებით $25,000 ლარიადია და ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ $20,000-იც კი იყოს, არ ამართლებს ხარჯებს. $1,000,000 პასუხი $20,000 კითხვაზე არ გამოდის, როგორც Fortune აღნიშნავს და მარტივია რატომაც. ვთქვათ, ირანი პრინც სულტანზე 12 დრონს გაუშვებს. ირანისთვის ხარჯი თუ თითო შაჰიდზე $35,000 დავთვრით, იქნება $420,000. აშერშოსთვის თითოეულ გადამჭერზე $1,000,000 გათვალისწინებით, ჯამში $12,000,000. ეს არის გამოფიტვა სამხედრო ბიუჯეტის ამოწურვით. და დიდი ირონია ისაა, რომ ქვეყანა, რომელიც აშეტეშეშენ პრინც სულტანში დასახმარებლად მოიწვია, სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც იგივე ტიპის გათვლებს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს. უკრაინის საბრძოლო გამოცდილება და ახალი ტექნოლოგიების რეკორდული სისწრაფით შექმნის უნარი აძლევს მას საშუალებას შეიმუშაოს ხარჯთეფექტური სისტემები რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. პუტინიც იყენებს შაჰიდის დრონებს. ის ირანიდან მიიღო ისინი და ახლა რუსეთი ამ დრონების კლონებს თავად რუსეთში აწარმოებს. უკრაინამ იმუშავა ამ დრონებზე პასუხის სხვადასხვა გზადასხვა გზებზე და შექმნა ჩამჭერი დრონები, რომელთა ღირებულება ერთეულზე მხოლოდ $1,000. უეცრად შაჰიდის დრონები აღარ ჩანს ისეთი კარგი ინვესტიცია. უკრაინამ ასევე შექმნა მთელი ომის თავდაცვა თავისი უნარით, გამოიყენოს იაფი საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონები რუსული ობიექტების დასათმელად, საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან დაწყებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით დამთავრებული, თავდასხმებში, რომლებიც მილიონობით დოლარის ზიანს ატენებს, მაშინ როცა ინვესტიცია მხოლოდ რამდენიმე ასეული $1,000. ირანი უბრალოდ მიყვება ასიმეტრიულ სტრატეგიას, რომელსაც უკრაინა უკვე 4 წელია იყენებს. ვინ თუ არა უკრაინა უკეთესად დაეხმარება აშეტეშოს ამ სტრატეგიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესეთი დასკვნა გამოიტანა პენტაგონმა პრინცი სულთნის ავიაბაზაზე, რამაც SkyMap-ის განთავსება გამოიწვია. მაგრამ რა არის ზუსტად SkyMap? და რას ნიშნავს მისი განთავსება არა მხოლოდ აშატეშიტუსთვის ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში, არამედ უკრაინისთვისაც? სანამ ამ ორ კითხვას უპასუხებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ გსურთ მეტ ან SkyMap-ი არ არის დრონის ახალი ტიპი, ან სხვა საბაზისო იარაღი. სხვა საბაზისო იარაღი, რომელსაც უკრაინა აწუდის აშეშოს. ეს ბევრად უფრო მასშტაბურია. რამდენიმე წლის განმავლობაში SkyMap-ი იყო ბრძანებისა და კონტროლის პლატფორმა, რომელსაც უკრაინის სამხედროები იყენებდნენ რუსეთის საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ. პლატფორმის უკანდგომი კომპანია Skyfortress-ი 2022 წელს დაარსეს უკრაინელმა ინჟინრებმა, რომლებსაც ქვეყნის სამხედროებთან ჰქონდათ კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ისინი იდეალურად იყვნენ პოზიციონირებულნი, რათა შეექმნათ სისტემა, რომელიც უკრაინის ძალიან სპეციფიკურ საჭიროებებს მოემსახურებოდა. არ იყო საჭირო იმის წინასწარ განჯვრეტა თუ რას უნდა გაეკეთებინა ამ სისტემას. უკრაინას ჰქონდა პრობლემა რუსულ დრონებთან და რაკეტებთან. SkyMap-ი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. დღეს SkyMap-ი მასშტაბური სისტემაა, რომელიც მთელ უკრაინაში მუშაობს. ის იღებს მონაცემებს აკუსტიკური სენსორებიდან, რადარებიდან და უკრაინის დრონების მიერ გადაღებული პირდაპირ ვიდეოდან. აერთიანებს ერთ ციფრულ ინტერფეისში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს რეალურ დროში შექმნას საჰაერო ბრძოლის ველის სურათი. მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც SkyMap-ი იღებს, უკრაინას საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება რუსეთის ნებისმიერი საჰაერო დარტყმის მცდელობაზე. გარდა ამისა, SkyMap-ი ამოიცნობს შეუმავალ ობიექტებსაც. ეს მნიშვნელოვანია რესურსების მართვისთვის. უკრაინას არ სურს საჰაერო თავდაცვის რაკეტები შაჰიდის დრონებზე დახარჯოს, როცა ეს ძვირადღირებული რაკეტები უკეთესად გამოიყენება რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ. ასევე უკრაინას არ სურს იაფასიანი ჩამჭერი დრონები გაუშვას შემომავალი რაკეტის შესაჩერებლად. SkyMap-ის დახმარებით უკრაინა შეძლებს ამოიცნოს შემომავალი საფრთხე და სწრაფად აირჩიოს, როგორ გაუმკლავდეს მას. წარმოიდგინეთ SkyMap როგორც ცენტრალური კვანძი, რომლის მეშვეობითაც მთელი ბაზებისა და ქალაქების საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ის რაც დაიწყო როგორც დაახლოებით 10,000 აკუსტიკური სენსორის ქსელი, რომლებიც მთელ უკრაინაში იყო განთავსებული, უკრაინის Brave One-ის ინოვაციური პლატფორმის მხარდაჭერით ბევრად უფრო ფართო სისტემად გადაიქცა. აშშ-ისთვის ასეთი პლატფორმა შეუფასებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკას საკუთარი მართვისა და კონტროლის სისტემა არ ჰქონდა პრინცი სულთანის ბაზაზე. როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ს უკვე ჰქონდა განთავსებული Forward Area Air Defense, ანუ FAD პლატფორმა. ეს პლატფორმა, რომელიც 1990-იან წლებში Northrop Grumman-მა შეიმუშავა, ასევე აკვირდება შემომავალ საფრთხებს. თუმცა მისი ასაკი შეიძლება მიგვანიშნებდეს, რატომაც პენტაგონმა განახლება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ FAD სისტემას შეუძლია დრონების აღმოჩენა, ის იმ ეპოქაში შეიქმნა, როდესაც ნავმტკორცნები და რაკეტები იყო ყველაზე დიდი საფრთხე, რის წინაშეც აშშ-ს ბაზები დადგებოდნენ. ახლა ეს ასე აღარ არის. შაჰიდის დრონები ბევრად უფრო დიდი პრობლემაა და აშშ-ს სჭირდებოდა სისტემა, რომელიც სპეციალურად ამ ტიპის დრონებთან საბრძოლველად იქნებოდა შექმნილი. სწორედ ეს არის SkyMap-ის არსი. და უკრაინა ბევრად მეც აკეთებს, ვიდრე უბრალოდ თავის სარდლობისა და მართვის სისტემას აგზავნის პრინცი სულთნის საჰაერო ბაზაზე.
პირველი პოსტის ინფორმაციით უკრაინამ ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა ბაზაზე, რომელიც დაახლოებით 640 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 400 მილით აადაშორებული ირანიდან. ამ ჯგუფს აქვს მკაფიო მისია, დაეხმარო საშერშორს უპილოტო აპარატების პრობლემის მოგვარებაში. ამაც ამერიკას 1.3 მილიარდი დოლარის მატერიალური ზარალი მიაყენა. ამას გარდა კი მილიონობით დოლარი დაიხარჯა ირანის საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვისთვის გამშვებ რაკეტებს. უკრაინის ექსპერტები გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ASHS პერსონალთან ერთად მუშაობენ და ეხმარებიან მათ SkyMap სისტემის ოპერირებასა და ინტეგრაციაში. არ უნდა შეაფასოთ ნაკლებად, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პატარა დეტალი უკრაინისთვის. აქ ჩვენ ხედავთ ცოდნის გადაცემას ერთი ქვეყნიდან მეორეში, რაც საფუძველს ჩაუყრის თანამშრომლობას, რომელიც უკრაინას წლების განმავლობაში სარგებელს მოუტანს. ეს ერთმხრივი ურთიერთობა არ არის. აქ იწყება ცვლილებები უკრაინისთვის, რადგან ის გარდაიქმნება ქვეყნიდან, რომელიც ადრე ASHS-სა და სხვებზე იყო დამოკიდებული, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა და მოკავშირეების დახმარებაც კი თავდაცვაში. სანამ ამ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ, First Post ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ უკვე შექმნა სასწავლო პროგრამა ASHS-ის პერსონალისთვის, პრინცი სულთნის ავიაბაზაზე. ამ პროგრამის საშუალებით ამერიკელი პერსონალი არა მხოლოდ სწავლობს, როგორ მუშაობს SkyMap-ი, არამედ სარგებლობს 4 წელზე მეტი უკრაინული გამოცდილებით, იმ ტიპის საფრთხეებთან გამკლავებაში, რასაც ახლა ირანი ავრცელებს. უკრაინა ათუდის ბრძოლის ველზე გამოცდილდა ძალიან დახვეწილ ანტიდრონულ სისტემას. ASHS აქამდე მსგავსი არაფერი ჰქონდა. ეხლა უკვე აქვს და ეს სავარაუდოდ ისეთი სისტემაა, რომელიც შეიძლება ინტეგრირდეს სხვა ტექნოლოგიებთან, რომლებიც ASHS-შენ პრინცი სულთნის ბაზაზე განათავსა. შეიძლება გახსოვთ, რომ IAP ჩამჭერი დრონები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დავასახელეთ შაჰიდის პრობლემის წინააღმდეგ. ეს შეიძლება დაგაფიქრებინოთ, რომ უკრაინის ექსპერტები პრინცი სულთნის ბაზაზე სწორედ ასეთი ტიპის დრონებით ჩავიდნენ. ეს შეიძლება ასე იყოს. ვიცით, რომ საუდის არაბეთი ერთ-ერთი იმ სპარსეთის ყურის ქვეყანაა, რომელთანაც უკრაინამ 10 წლიანი თავდაცვით შეთანხმება გააფორმა, რომელიც დრონების ტექნოლოგიასაც მოიცავს. თუმცა ამასთან დაკავშირებით ASHS-ის მხრიდან არაფერი დადასტურებულა. გარდა ამისა, პრინცი სულთნის ბაზა ASHS-ის ბაზაა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ასე რომ შესაძლოა ის არ შედიოდეს უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმებაში. თუმცა შესაძლოა ASHS-ის ჯერა, რომ მას არ სჭირდება უკრაინის ჩამჭერი დრონები. უკვე 2025 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ASHS-მ $5 მილიარდზე მეტი დააბანდა Raytheon-ისგან კიოტის ჩამჭერი დრონების შესყიდვაში. ამ დრონების კონტრაქტი, რომელიც 2033 წლის 28 სექტემბრამდეა გათვლილი, ASHS-ს ათასობით საკუთარ ჩამჭერს მისცემს. ამჟამად United 24 მედია ამბობს, რომ ამერიკა თვეში დაახლოებით 100 ჩამჭერ დრონს აწარმოებს, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარმოების სინძლავრე გაიზრდება და ამ შეთანხმების ფარგლებში დაახლოებით 80,000 ერთეულს მიაღწევს. ერთი კაიოტი დრონის ღირებულება ASHS-ისთვის დაახლოებით $125,000, ასე რომ ეს დრონები იდეალური არ არის ირანის შაჰიდის საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად, სულ მცირე ღირებულების თვალსაზრისით. მაგრამ ისინი შეძლებენ როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო დრონებთან გამკლავებას. ასე რომ როგორც ჩანს, ASHS-ი თუ თავის კაიოტებს ინტეგრირებს, რომლებიც ამერიკის სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, ახლა SkyMap-თან ერთად იტესტება. მაგრამ ეს არის მომავალი სირთულეები, რომლებიც ASHS-ს შომ უნდა გადალახოს. ამჟამად ის მუშაობს უკრაინული წარმოების მართვისა და კონტროლის სისტემასთან, რომელიც იცის, რომ იმუშავებს, რადგან უკრაინა მას იყენებს იმავე ტიპის საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ირანს აქვს ბაზებზე, როგორიცაა პრინცი სულთანი. გაუვალი ფარი იწევა და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზების გამოა, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ASHS-ს აქვს სისტემა, რომელიც ეხმარება ირანული დრონებისგან ბაზების დაცვაში. უკრაინისთვის SkyMap-ის ASHS ბაზაზე დანერგვა უზარმაზარი ნაბიჯია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანა დიდ მნიშვნელობას წენს ASHS-ის თავდაცვის სექტორს. უკრაინამ აქ ის გააკეთა, რომ შეავსო ASHS-ის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურაში არსებული ხარვეზი და ამას აკეთებს ტექნოლოგიით, რომელიც თავად ASHS-ს არ აქვს განვითარებული. გახსოვთ $100 მილიონი, რომელსაც თავდაცვის დეპარტამენტი ანტიდრონ პროგრამებში აბანდებს, უკრაინას ძალიან მოუნდებოდა ამ საქმიდან თავისი წილის მიღება, ისევ როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტიციის, რომელსაც ASHS დრონ ტექნოლოგიებში დებს. ესეთი რესურსები, როგორიცაა SkyMap-ი, შეიძლება უკრაინისთვის გზად იქცეს, რომ მიიღოს ფულიანი იარაღი, რომელსაც გამოიყენებს თავის ტერიტორიის რუსეთისგან დასაცავად. აქ ვითარდება სიტუაცია, სადაც შენ მე დამეხმარები და მეც დაგეხმარები. SkyMap-ი ამ ყველაფრის გულშია. ფინანსური სარგებლის მიღმა, რომელსაც ეს შეთანხმება უკრაინას მოუტანს, არსებობს სტრატეგიული ასპექტიც, რომელიც გასათვალისწინებელია. სამართლიანია ითქვას, რომ ASHS-სა და უკრაინას შორის ურთიერთობა ბოლო 1 წლის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებებმა ხშირად უკრაინა გაურკვევლობაში დატოვა, იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეუძლია ASHS-ზე დარდნობა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ASHS-ის მხარდაჭერის შენარჩუნება უკრაინისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იმის დამტკიცება, რომ საჭიროების შემთხვევაში თავადაც შეიძლება იყოს სასარგებლო ამერიკისთვის და არა მხოლოდ იმაზე, რომ ASHS-ი უბრალოდ დაეხმაროს უკრაინას. კიდევ ერთხელ, ურთიერთსასარგებლო ნაბიჯებია საჭირო და სწორედ ამას ვიწყებთ ხილვას სპარსეთის ყურეში. ეს არის უკრაინის დრონების დიპლომატია მოქმედებაში. და ეს აძლიერებს ურთიერთობას უკრაინასა და ASHS-ს შორის, უკრაინისთვის იდეალურ დროს.
FTD Action აღნიშნავს, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა აშშ-ის მოკავშირეთაგან, რომლებმაც ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებისთანავე გამოიყენეს შესაძლებლობა გადაედგათ ნაბიჯი და პრაქტიკულად დაეხმარებოდნენ ამერიკას. დამჭერი დრონები, ექსპერტები და ახლა SkyMap სწრაფად გადაიგზავნა და ამან გამოიწვია ის, რომ უკრაინამ დაამტკიცა თავი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და სანდო მოკავშირე, რომელიც აშშ-ს ჰყავს. FTD Action ამტკიცებს, რომ კონგრესმა ეს უნდა გაითვალისწინოს. უკრაინა ასეთ წარმოუდგენელ მხარდაჭერას თავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 4 წელზე მეტია ომშია რუსეთთან და ძალები აქვს ამოწურული. არის თუ არა ამის გაკეთების სტრატეგია? რა თქმა უნდა, უკრაინა მიცის, რომ მაშინ, როცა აშშ-ს დახმარება სჭირდება, აქტიურობა მის ურთიერთობას ამერიკასთან გააუმჯობესებს. მაგრამ ის, რომ უკრაინა ზუსტად იცის, რას აკეთებს, როცა ისეთ ტექნოლოგიებს აწვდის, როგორიცაა SkyMap, არ ამცირებს იმ ფაქტს, რომ ის აშშ-ისთვის სამაგალითო მოკავშირედ ყალიბდება. ასევე ვიწყებთ იმის ნიშნების დანახვას, რომ უკრაინული ტექნოლოგიების ინტეგრაცია უფრო ღრმად მიდის, ვიდრე ბევრს ეგონა. საინტერესო ამბავი გავრცელდა 31 მარტს. Defense One-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლა უკვე პენსიაზე გასული გენერალ-ლეიტენანტი Kit Kellogg შეუერთდა კომპანიის, სახელად Power-ას დირექტორთა საბჭოს. ეს ამბავი თავიდან უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ შემდეგ იგებ, რომ Power-ას ფლორიდაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ უკრაინელი დრონების მწარმოებლების ტექნოლოგიები შეიძინოს და მათთან ურთიერთობები დაამყაროს. Kellogg, რომელიც ტრამპს პირველი ვადის განმავლობაში აძლევდა რჩევებს და 2024 წლის ნოემბერში სპეციალურ წარმომადგენლად აირჩიეს რუსეთსა და უკრაინაში, უკრაინის დრონების მწარმოებლებს თეთრ სახთან პირდაპირ კავშირს შეიძლება უზრუნველყოფდეს. ხშირად ასე ძლიერდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. არა გრანდიოზული ჟესტებით, არამედ კულისებში მიმდინარე ნაბიჯებით, რომლებიც მთელი ურთიერთობების ქსელს ქმნის. ამიტომ SkyMap-ის გამოჩენა უზარმაზარი მოვლენაა სპარსეთის ყურის რეგიონში და ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის, მაგრამ ეს ასევე არის უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, რათა აშშ-ისთვის შეუცვლელი პარტნიორი გახდეს. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ მაგალითებს იმისა, თუ როგორ ეხმარება უკრაინა აშშ-ს ირანში თავისი მიზნების მიღწევაში. ასევე ვხედავთ, რომ უკრაინა აგზავნის დრონების ექსპერტებს ევროპულ ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ევროპის თავდაცვის სისტემების გათავისუფლებას აშშ-სგან, რასაც როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ისურვებდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურად ცდილობს მრავალწლიან დრონების შეთანხმებებს აშშ-სთან. SkyMap პრინც სულთნის ავიაბაზაზე ირანული შაჰიდების მოსაძებნად და გასანადგურებლად არის გაგზავნილი, მაგრამ თავად უკრაინა ცდილობს მოძებნოს და გააძლიეროს ყველა ურთიერთობა, რომელიც მის მოკავშირეებთან აქვს. უკრაინის ჩამჭერი დრონები უკვე დაფრინავენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მინიშნებებს აკეთებს. მეტი მოდის და ამას არც კი აშშ-ში მზად არ არის. უკრაინა ემზადება რაღაც გრანდიოზულის გამოსაშვებად ჰორმუზის სრუტეში. ბლოკადა? რა ბლოკადა? ირანი ვერ შეაჩერებს იმას, რაც მოდის, რადგან უკრაინა აპირებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც ირანის რეჟიმს არასდროს სურდა დაენახა მის სასიცოცხლო წყლის გზაზე. ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა ის სიტყვები, რაც ყველა სპარსეთის ყურის ქვეყანას სურდა გაეგონა. ასევე თუ ჩვენ გვექნება ჩვენი დრონების შეთანხმება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ჩვენი საზღვაო დრონებიც შედის ამ შეთანხმებაში. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ თავდაცვაში, შეგვიძლია დავეხმაროთ კონვოებს, უთხრა ზელენსკიმ შეკრებილ დელეგატებს. ერთი მოძრაობით ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა ქვეყანად იქცა, რომელიც ადრე სხვებზე იყო დამოკიდებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლა კი ძლიერი სამხედრო სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია სხვებს დაეხმაროს საჭიროების დროს. უკრაინამ უკვე გაგზავნა დრონების ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში, მისი 200-ზე მეტი საუკეთესო და გამორჩეული სპეციალისტი თანამშრომლობს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა დაეხმარონ მათ დრონების შეჩერებასა და ირანის შაჰიდების მოგერიებაში. ეს ექსპერტები პირდაპირ ანადგურებენ ირანის შაჰიდებს, ყოველ შემთხვევაში თუ ზელენსკის დაუჯერებთ. ასე რომ რასაც აქ ვხედავთ, ეს არის ახალი ეტაპი. ჩამჭერები უკვე მოქმედებენ. ეხლა საზღვაო დრონები მოდიან და როგორც მალე გაიგებთ, ისინი ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებენ, ვიდრე იმ ხომალდების განადგურება, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში აგზავნის. ზელენსკის დიდი მინიშნება გაკეთდა ონლაინ უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც ჩატარდა იმ სამიტის წინ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ლონდონში უმასპინძლებს. ამ სამიტში 25 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და განიხილავენ, თუ როგორ აპირებს კოლექტიური დასავლეთი, როგორც ჩანს აშშ-ს გარეშე, ჰორმუზის სრუტის დაცვას. ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კეირ სტარმერმა განაცხადა, რომ ეს სამიტი შეაფასებს სიცოცხლისუნარიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ნავიგაციის თავისუფლების აღსადგენად, გაჭედილი გემებისა და მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აუცილებელი საქონლის გადაადგილების აღსადგენად. უკრაინისთვის ეს შესაძლებლობაა. ზელენსკიმ ახლახან ზუსტად გითხრა, თუ როგორ აპირებს მისი ქვეყანა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე სპარსეთის ყურის რეგიონში. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ახსენა 10 წლეულების განმავლობაში გაფორმებული შეთანხმებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რაც იქნება ის გზა, რომლითაც უკრაინის საზღვაო დრონები ჰორმუზის სრუტეში მოხვდებიან. ამ სრუტეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნეს ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადების გავლენა.
ანალიტიკოს ოღუზ ჰანაქაიას თქმით, მარტის ბოლოსთვის ერარიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან, ქუეითიდან, ბაჰრეინიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყოველდღიური ნავთობის ექსპორტი უკვე 12.3 მილიონი ბარელიდან 7.8 მილიონ ბარელამდე შემცირდა. საერთო ჯამში, როგორც AA სააგენტო ამბობს, ამ ქვეყნებისთვის ნავთობისა და გაზის დაკარგული შემოსავლების და ირანის რაკეტებითა და შაჰედის დრონებით მიღენებული ზიანის გაერთიანებისას, ომის დასრულების დროისთვის ზარალმა შეიძლება 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს სჭირდებათ მოკავშირე, რომელიც მათ ირანის დრონებისგან გემებისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება. უკრაინა ამ როლს უკვე ასრულებს. აპრილის 19-ში სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ზელენსკი ყველაზე დიდ მინიშნებას გააკეთებდა, რომ საზღვაო დრონები სპარსეთის ყურეში მიემართებიან, უკრაინამ ოფიციალურად გააფორმა 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები ყატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს შეთანხმებები გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა. ახლა კი ხელმოწერილია და ზელენსკი მიუთითებს, რომ ეს შეიძლება გახდეს დასაწყისი რაღაც ბევრად უფრო დიდისათვის. ჩვენ უკვე შევთანხმდით 10 წლიან კონტრაქტებზე სამ მთავარ ქვეყანასთან, საუდის არაბეთთან, საამიროებთან და ყატართან. ჩვენ უკვე გვაქვს მოთხოვნები 11 ქვეყნიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურედან და ასევე ნელ-ნელა კავკასიის მიმართულებითაც ვიხედებით, განაცხადა ზელენსკიმ ამ შეთანხმებების გამოცხადებისას. ეს შეთანხმებები ისეთივე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. როგორც პოლიტიკო აღნიშნავს, უკრაინამ ამ შეთანხმებების საშუალებით ნავთობის მიწოდების ხაზი უზრუნოყო, მას შემდეგ რაც ზამთარში რუსეთი მუდმივად უტევდა უკრაინის ენერგოსისტემებსა და ინფრასტრუქტურას. ზელენსკის თქმით, ნავთობი მიეწოდება ევროპულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, სადაც ის საწვავად გადაიქცევა და შემდეგ უკრაინაში გაიგზავნება. ზოგ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნები დიზელს პირდაპირ მიაწვდიან უკრაინას. უკრაინას ასევე მიეწოდება ფინანსური დახმარება და ჩამჭერი რაკეტები, რაც აჩვენებს, რომ ეს შეთანხმებები მხოლოდ უკრაინული დრონების სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაგზავნას არ გულისხმობს. უკრაინას თანასწორ პარტნიორად ავიქვამენ, რაც ნიშნავს, რომ ის ისეთივე სარგებელს იღებს, როგორცაც თავად აძლევს სხვებს. ასევე ვერ დავივიწყებთ, რას ნიშნავს ზელენსკის ეს ბოლო განცხადება უკრაინის პოზიციისთვის დასავლელ პარტნიორებთან. უკრაინის პრეზიდენტმა გონივრულად უთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც 4 წელი გაატარეს უკრაინის დახმარებაში რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში, რომ უკრაინა მზადაა დაეხმაროს მათ. დიდი ბრიტანეთი, სულ მცირე, ჩანს, რომ დაინტერესებულია უკრაინის საზღვაო დრონების ჰორმუზის სრუტეში შესვლით. სტარმერმა ჰორმუზის სრუტის გახსნა გლობალურ პასუხისმგებლობად დაასახელა ვირტუალურ კონფერენციამდე, სადაც ზელენსკიმ თავისი მინიშნება გააკეთა. ჩვენ უნდა კომერციულ გადაზიდვებს უსაფრთხოების განცდა მივცეთ და მხარი დაუჭიროთ ნაღმების გაწმენდის ოპერაციებს, რათა უზრუნველყოთ გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაბრუნება, განაცხადა სტარმერმა. კომერციული გადაზიდვების დამშვიდების ნაწილი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არამილიტარულ ხომალდებს ჰქონდეთ დაცვა ირანული შაჰედის დრონებისა და სწრაფი ნავების მომავალი თავდასხმებისგან. უკრაინის საზღვაო დრონები იდეალურია ამ ამოცანისთვის. დიდი ბრიტანეთი აღიარებს ამ ფაქტს და უკვე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტის გახსნაში. ეს მნიშვნელოვანი როლი მხოლოდ საზღვაო დრონებისა და ჩამჭერების მიწოდებით არ შემოიფარგლება. უკრაინას აქვს ბლოკადებთან ბრძოლის გამოცდილება, განსაკუთრებით იმასთან, რომელიც რუსეთმა სცადა დაეწესებინა უკრაინის საკვანძო სურსათის უსაფრთხოების დერეფნებში შავ ზღვაში. მართალია, უკრაინა ებრძოდა რუსულ სამხედრო გემებს, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მოქმედებდნენ და არა დრონებსა და სწრაფნავებს, რომელსაც ირანი იყენებს ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ ბევრი იარაღი, რომელიც უკრაინამ ბლოკადის გასაწმენდად გამოიყენა, მათ შორის საზღვაო დრონები, რომლებიც ახლა როგორც ჩანს სპარსეთის ყურეში მიემართებიან, ამ ოპერაციაში გადამწყვეტი იყო. უკრაინას აქვს გეგმა და რაც მთავარია, საბრძოლო გამოცდილება, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი დრონები ყურეში იმუშავებს. უკრაინის დრონები მზად არიან მოქმედებისთვის. არსებობს ერთი მოულოდნელი ბარიერი, რომელიც ქვეყანამ შეიძლება უნდა გადალახოს. ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ აშშ-ში ოფიციალურად არ მონაწილეობდა იმ კონფერენციაში, სადაც ზელენსკიმ თავისი განცხადება გააკეთა. ამისთვის შეიძლება უამრავი მიზეზი არსებობდეს, მაგრამ ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ აშშ-ს სჯერა, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხზე საკუთარი გამოსავალი აქვს. ამერიკამ ირანის ბლოკადასა და რეჟიმის უარს მოელაპარაკოს აშშ-ისთვის მისაღებ შეთანხმებაზე საკუთარი ბლოკადის შექმნით უპასუხა. ამ მიზეზით ზელენსკის მიერ გაკეთებული მინიშნებები ისეთივე შოკი იქნება აშშ-თვის, როგორც ირანის რეჟიმისთვის, რომელიც ჰორმუზში დომინირებას თავისი ასიმეტრიული ტაქტიკებით ცდილობს. ამ ვიდეოს შექმნის დროს აშშ-ს ბლოკადა კვლავ ძალაში იყო. აპრილის 20-ს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს ბლოკადის მოხსნის განზრახვა, სანამ ირანთან შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ტრამპი როგორც ჩანს კმაყოფილია ბლოკადის შედეგებით. აპრილის 20-ს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბლოკადა სრულიად ანადგურებს ირანს და რომ ეს ირანის რეჟიმს დღეში განსაცვიფრებელ $500 მილიონ უჯდება. აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევაც, რომელიც ბლოკადის დასრულებას გამოიწვევს, დიდად არ ჩანს, რომ წინ მიიწევს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, ორივე ქვეყანა ერთმანეთის მიმართ მუქარებითა და საპასუხო ქმედებებით არის დაკავებული. ასევე 20 აპრილს ირანმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა მას შემდეგ, რაც აშშ-შემ ჭინა დღეს წინანული სატვირთო ტანკერი დააკავა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომავალ მოლაპარაკებებში შეთანხმება ვერ შედგება, აშშ-ში ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას დაიწყებს, მაშინ როცა ირანი ჯერ კიდევ შორს არის იმისგან, რომ პაკისტანში ბოლო მოლაპარაკებებზე საერთოდ მივიდეს. ამიტომ ჰორმუზის სრუტის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. და უნდა დავსვათ კითხვა, გაუხარდება თუ არა აშშ-ს თუ უკრაინის საზღვაო დრონები ან წყლის გზაზე გამოჩნდებიან. ეს რთული კითხვაა. 5 მარტს, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან დაახლოებით 1 კვირა იყო, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას სთხოვა დახმარება ირანის შაჰიდის დრონებთან ბრძოლაში. უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო გაეცვალა თავისი ჩამჯერი დრონები და გამოცდილება პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებში აშშ-სთან. იმ დროს ტრამპი ამ დახმარების მიღებაზე ღიად იყო განწყობილი. მან ზელს განაცხადა, რომ ზელენსკის განცხადებების შემდეგ ნებისმიერი ქვეყნის დახმარებას მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ 11 დღის შემდეგ ინდეპენდენტი იუწყებოდა, რომ აშშ-მ უარი თქვა უკრაინის დახმარების შეთავაზებაზე დრონების ტექნოლოგიის მიწოდებით. როგორც ხშირად ხდება, უკრაინა სუსტად არ ესმის, რა პოზიცია აქვს აშშ-სთან. ეს ისევ ზელენსკის დიდ მინიშნებას გვაბრუნებს. თუ აშშ-ს არ სურს უკრაინის დახმარება ჰორმუზის სრუტეში, მაშინ უკრაინა არ შეიცვლება. თუ დაედევნები, გვერდს აგივლის. სწორედ ამას ეხება 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რადგან უკრაინა ცდილობს გახდეს ძირითადი იარაღის მიმწოდებელი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ამერიკისა და ირანის ქმედებების შედეგად ჰორმუზის სრუტეში. დაუბრუნდეთ თავად იარაღს. უკრაინის ჩამჭერი დრონები უკვე დაფრინავენ სპარსეთის ყურის რეგიონში. ახლა უკრაინა აძლიერებს ძალისხმევას და საზღვაო დრონებს აწუდის თავის ახალ პარტნიორებს სპარსეთის ყურეში. მაგრამ ნამდვილად მოახდენენ თუ არა ეს დრონები ისეთ დიდ ცვლილებას ჰორმუზის სრუტეში, რომლითაც ბლოკადა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა ამისთვის, სანამ გადავიდეთ იმაზე, რა სთავაზობენ უკრაინის საზღვაო დრონების სინამდვილეში. ეხლა უკვე ვიცით საზღვაო დრონების ძირითადი მახასიათებლები. ეს უპილოტო ზედაპირული ხომალდები დისტანციურად იმართება და მათი გამოყენება შესაძლებელია ძლიერი საბრძოლო თავაკების გემებზე მისატანად. ეს ყველაფერი კარგია და უკრაინა უკვე წლებია იყენებს თავის საზღვაო დრონებს ამ მიზნით შავ ზღვაში. მაგრამ უკრაინა არასდროს ჩერდება. ის მუდმივად ახლებურობს და ბოლო დროს საზღვაო დრონების სფეროში განვითარებულმა მოვლენებმა ეს იარაღები იქცა არა მხოლოდ სასურველ საშუალებად ჰორმუზის სრუტეში, არამედ პოტენციურ ბლოკადის დამამთავრებელ რესურსად, რომელსაც შეიძლება გამოიყენონ როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, ისე დასავლურმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც სურთ წყლის გზის გახსნა. პირველ რიგში დაუბრუნდეთ 17 მარტს. ამ დღეს მილიტარნიმ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ერთ-ერთი მაგურა V7 დრონის გამორჩეულ მიღწევაზე. ეს მიღწევა ამ დროამდე საჯარო არ ყოფილა. ეს რეალურად მოხდა 2025 წლის სექტემბერში, როდესაც უკრაინა მონაწილეობდა ნატოს REPMUS და Dynamic Messenger წვრთნებში, რომლებიც პორტუგალიის სანაპიროსთან ჩატარდა. ამ წვრთნებში მონაწილეობდნენ ლურჯები, ანუ ნატოს ძალები და წითლები, რომლებიც უკრაინის მაგურა V7 დრონებს იყენებდნენ ნატოს სამხედრო გემების წინააღმდეგ საბრძოლო თამაშის სცენაში. ამ საბრძოლო თამაშებისთვის 5 სცენარი შეიქმნა. ყველა 5-ში წითლებმა დაამარცხეს ლურჯები. ამისათვის წითლებმა გამოიყენეს მაგურა V7 საზღვაო დრონის სხვადასხვა ვერსია, რომლებიც თითოეულ წვრთნაში კონკრეტული მიზნებისთვის იყო ადაპტირებული. ერთ შემთხვევაში მაგურა დაზვერვის აღჭურვილობით იყო აღჭურვილი, რათა წითლებს პორტუგალიის სანაპიროსთან მოძრაობის მართვაში დახმარებოდა. სხვა შემთხვევაში უკრაინის დრონი აღჭურვილი იყო ტყვიამფრქვევით, რომელსაც წყლის ზედაპირზე არსებული საფრთხეების გასანადგურებლად იყენებდნენ. მაგრამ მაგურასთვის ყველაზე დიდი მიღწევა ჯერჯერობით იყო მინიმუმ 1 ნატოს ფრეგატის სიმულაციური ჩაძირვა. საომარი თამაშების წესების მიხედვით გამარჯვება ითვლებოდა თუ უკრაინის დრონი მოახერხებდა სამიზნეზე, მაგალითად გემის რადარის სისტემაზე დამიზნებას ისე, რომ ლურჯებს ვერ აღმოეჩინათ იგი. მაგურამ ეს არაერთხელ შეძლო. ეს არის ის ტიპის საზღვაო დრონი, რომელიც სპარსეთის ყურეში გაემართება და ირანს ნამდვილად აქვს სანერვიულო. მაგურა V7 2025 წლიდან არსებობს. მას აქვს 23 კვანძის საკრუიზო სიჩქარე, თუმცა შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე 39 კვანძამდე მიაღწიოს, რაც სრულიად საკმარისია, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის სწრაფნავებს დაედევნოს. დრონის სტანდარტული ვერსია ზღვაში 48 საათის განმავლობაში შეუძლია დარჩეს და მას 800 საზღვაო მილის მანძილის დაფარვა შეუძლია. ირანისთვის ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ მაგურა V7-ს შეუძლია 650 კილოგრამიანი, ანუ 1400 ფუნტზე მეტი ტვირთის გადატანა. უკვე ვიცით, რომ ეს საკმარისია ნატოს ფრეგატის ჩასაძირად სამხედრო წვრთნების დროს. მაგრამ ბევრად უფრო პატარა ნავებისთვის, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტის დასაკავებლად იყენებს, ასეთი აფეთქების ძალა სასიკვდილო განაჩენია. ასე რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები შეიძლება მიიღონ საზღვაო დრონი, რომელიც ირანის საზღვაო ძალებისგან მომდინარე საფრთხეებს გაუმკლავდება. მაგრამ რა ხდება ირანის შაჰიდის დრონებთან? ეს დრონები ჰორმუზის სრუტეში ყველგან დაფრინავენ, ესხმიან თავს სავაჭრო გემებს და ფაქტობრივად ხელს უშლიან სპარსეთის ყურისკვის ქვეყნებს, რომ ნავთობი და ტვირთი სხვა ქვეყნებში გადაიტანონ. უკრაინამ უკვე შესთავაზა შაჰიდის დრონების წინააღმდეგ გადაწყვეტა თავისი ჩამჭერი დრონების სახით. თუმცა ეს დრონები ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა იცავენ სტატიკურ ობიექტებს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც მათ იყენებს. სავაჭრო გემები სტატიკური ობიექტები არ არიან.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის საზღვაო დრონები ვერ დაეხმარებიან ირანული შაჰედების საფრთხესთან გამკლავებაში ჰორმუზის სრუტეში. 19 აპრილს მილიტარნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ პირველად გამოიყენა საზღვაო დრონის მატარებელი, რუსული შაჰედის ტიპის დრონის შესაჩერებლად. რაც ამ ოპერაციაში ვიხილეთ იყო ის, რომ უკრაინამ შეძლო თავისი ერთ-ერთი საზღვაო დრონი აეროდრონების დედაგემად გამოეყენებინა, რომლებიც პირდაპირ ზღვის დრონიდან გაუშვეს ცაში. უკრაინას არ გაუმჟავნებია, რომელი საზღვაო დრონი გამოიყენა ამ ოპერაციისთვის, თუმცა მარტში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინამ თავისი ზოგიერთი მაგურა დრონი ისე გადააკეთა, რომ მათ შეეძლოთ გადამჯერი დრონების გადატანა და გაშვება. ეს საკმაოდ სერიოზული მინიშნებაა. უკრაინამ ასევე გაავრცელა კადრები თავისი მსოფლიოში პირველი მიღწევის შესახებ. ვიდეოში ჩანს, როგორ მიექანება უკრაინის ერთ-ერთი გადამჯერი ცაში, მას შემდეგ რაც ის საზღვაო დრონის გემბანიდან გაუშვეს. შემდეგ კადრი იცვლება და ჩანს ის, რასაც გადამჯერი იღებს, როცა ის რუსულ შაჰედის დრონს უახლოვდება. შემდეგ ეკრანზე ჩნდება ხმაური. დრონმა პირდაპირ დარტყმა მიაყენა მიზანს და ასე უკრაინამ აჩვენა, რომ გააფართოვა შესაძლებლობები საჰაერო დრონების საფრთხეებთან გასამკლავებლად. საჰაერო დრონების საზღვაო დრონიდან გაშვების კონცეფცია უკრაინისთვის ახალი არ არის. უკრაინამ ეს უკვე გააკეთა, ძირითადად FPV დრონების გამოყენებით, რომლებიც მისმა საზღვაო დრონებმა გაუშვეს, რათა გაანადგურონ ბევრად უფრო დიდი რუსული საჰაერო საშუალებები, მაგალითად ვერტმფრენები. მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინის ახალი ტიპის ჩამჭერები მის ერთ-ერთ საზღვაო დრონიდან გაუშვეს. სინერგია აშკარად ჩანს. უკრაინა უკვე აგზავნის ჩამჭერებს სპარსეთის ყურის რეგიონში. ეხლა ის თავის საზღვაო დრონებში ახალ შესაძლებლობებს აჩვენებს, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავიანთი ჩამჭერები ჰორმუზის სრუტეში გაატარონ. იფიქრეთ აქ არსებულ შესაძლებლობებზე. საუდის არაბეთი და ყატარი შეძლებენ თავიანთი ტანკერების გაგზავნას ჰორმუზის სრუტეში, მაგურას ფარული თანდასწრებით. თუ შაჰიდი გამოჩნდება, მაგარა ამოდის ზედაპირზე და უშვებს ჩამჭერს. და თუ სწრაფი ნავი შეეცდება ჩაჯრას, მაგრამ მასზე ცეცხლს გაუხსნის ტყვი ამბქვევით, ან საჭიროების შემთხვევაში გაანადგურებს ნავს თავისი მასიური ასაფეთქებელი დვირთით. და ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეს, რა წარმატებებსაც უკრაინის საზღვაო დრონებმა მიაღწიეს წარსულში. ეს დრონები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც რუსეთის სამართვინო ცნობილი შავი ზღვის ფლოტის მესამედი განადგურდა 2024 წლის მარტისთვის. საზღვაო დრონები რაკეტებთან და საჰაერო დრონებთან ერთად იმდენად ძლიერად ურტყამენ რუსეთის სამხედრო გემებს, რომ მათ კრიმიდან გასვლა მოუწიათ. ეხლა ეს გემები რუსეთის მატერიკულ ნოვოროსიისკის პორტში დარჩნენ, რადგან კრიმიდან განდევნეს. რუსეთის სამხედრო გემები ახლა იშვიათად გადიან ზღვაში. მათ იციან, რომ უკრაინის საზღვაო დრონები ელოდებათ. უკრაინამ ასევე გამოიყენა ის ტიპის დრონები, რომელთა გამოჩენაზეც ზელენსკი მიანიშნებს სპარსეთის ყურეში, რათა მინიმუმ ერთი რუსული წყალქვეშა ნავი გამოიყვანა მწყობრიდან. ირანს უბრალოდ დაახლოებით 28-დან 30-მდე წყალქვეშა ნავი ჰყავს ფლოტში. ეს წყალქვეშა ნავები უსაფრთხოდ აღარ იქნებიან, თუ უკრაინული საზღვაო დრონები ჰორმუზის სრუტეში შევლე. უკრაინამ ასევე გამოიყენა თავისი საზღვაო დრონები ქერჩის ხიდზე თავდასხმისთვის, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ასე რომ შეგიძლიათ დაამატოთ ზღვაზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები იმ შესაძლებლობებს, რასაც სპარსეთის ყურის ქვეყნები უკრაინისგან მიიღებენ. გვაინტერესებს, მალე აღმოჩნდება თუ არა კამიკაძე მაგარა დრონები ირანის პორტებში, რათა სწრაფი ნავების გაშვება უშუალოდ წყაროზე შეაჩერო. სწორედ ასეთი მრავალმხრივობა ხდის უკრაინის საზღვაო დრონებს ასეთ მნიშვნელოვან რესურსად ჰორმუზის სრუტეში. თითქმის არაფერი, რასაც ირანი ამ წლის გზიდან გამოიყენებს, ამ დრონებისგან უსაფრთხო არ იქნება. შაჰიდები შეიძლება ჩამოაგდონ უკრაინის საზღვაო დრონების გემბანიდან გაშვებულმა ჩამჭრელებმა. ნებისმიერი ნავი, რომელსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში აგზავნის, სწრაფი ნავებიდან დაწყებული, სამხედრო გემებითა და წყალქვეშა ნავებით დამთავრებული, საფრთხის ქვეშაა. უკრაინის დრონებს ყველა მათგანის დაზიანება შეუძლიათ და რადგან უკრაინას უკვე ჰყავს 200-ზე მეტი დრონების ექსპერტი განთავსებული სპარსეთის ყურის რეგიონში, უკრაინის ახალ პარტნიორებს შეეძლებათ ისწავლონ და გამოიყენონ ეს ახალი დრონები იმ გეგმაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე გამოცდილია რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება უკრაინას მისი საზღვაო დრონების გამოჩენის შემდეგ, ქვეყანა კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს სპარსეთის ყურის რეგიონში ძლიერ მოთამაშედ გადაქცევის გზაზე. ამგვარად უკრაინის ტრანსფორმაცია დასრულდება. როდესაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, უკრაინის არმია ძირითადად საბჭოთა ეპოქის აღჭურვილობაზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მან გადარჩენა შეძლო, ხოლო შემდგომ წლებში დასავლეთის დახმარების ტალღებმა დიდი როლი ითამაშა. მაგრამ ეხლა უკრაინა ბევრად მეტია ვიდრე ადრე იყო. ქვეყანა მსოფლიოში ლიდერია დრონების განვითარებაში და მას აქვს ის გადაწყვეტილებები, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის სჭირდებათ. უკრაინული საზღვაო დრონები მალე აღმოჩნდება იმ ადგილას, სადაც ირანს ყველაზე ნაკლებად სურსებად სურს მათი ნახვა. რეჟიმს არაფერი შეუძლია იმის წინააღმდეგ, რაც მალე მოხდება. უკრაინის ბოლო ნაბიჯი მხოლოდ ამძაფრებს იმას, რასაც ის უკვე აკეთებდა ჰორმუზის სრუტეში. ამ ვიდეოში შევეხეთ ჩამჭერი დრონებსა და 10 წლიან შეთანხმებებს. ეხლა გაიგეთ, როგორ იყენებს უკრაინა რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილებას იმისთვის, რომ გადაიქცეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, რაც ოდესმე ექნებათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს. იხილეთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ, როგორ ქმნის უკრაინა მოულოდნელ ალიანსებს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი რუსეთისთვის.
თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგეპაროთ ჩვენი უახლესი ამბები უკრაინასა და სპარსეთის ყურეში. მადლობა ყურებისთვის.